გონია რომ აი TikTok live-ში ვარ და ერთმანეთს ვაგინოთ. კი, ნამდვილად. პირისპირ აი ადამიანურად ხო შეიძლება ვილაპარაკოთ რა, სადაც მე სიტყვის უფლება მაქვს, შენ სიტყვის უფლება. როგორ იყო ეს სიმბას მიწაზე ფეხის დადგმა? სიმბას მიწაზე ფეხი დამედგა, ვერ დავდგე რა, ვიღაც დავდგა, იმიტომ რომ წნევა მაქვს ხა. და 29-30 სიყავი რომ მოგზაურობა დაიწყე, მე მაგ დროს გავთხოვდი. ვა რა მაგარია, თქვი რა მაგარა ხარ. გაგძარცვეს? რაღაც ჩაგიყარეს სასმელში. ამბავი მოიგონე რომ დახვადი ყოფილიყო? Yes. აი ეგ ცალკე აი გულშერ ცალკე ნაწილი ოთახი ეს პატარა კარია, სადაც შიგნით ეს ყველაფერი ინახება რა. გააღე კარი და განიავ ეგ ოთახი ჩემი ჩევა. მომენტს ველოდებ. ამან ფეხი აქ წამოკრა თუ მართლა დაეცა თუ თავი დაიგდო. მეუღლე მომწერს ეხა რომ იქნებ დამშვიდეთ კალბეტონოვანა. ბურძგავს კიდე რა, სულ ბურძგავს მაგ თემაზე. დურას ვიცნობ Amazon-ში. მორალს გიკითხავენ ტიპები, ვინც საერთოდ ყველაფერს დგავენ რა, ანუ ეს მთელი ცხოვრება დადგმული აქვს რა. შენი ოცნებები გამოძრავებს? ეს ჩემ მუღამს ვისწორებ. ღმერთო რა კარგია ცხოვრება. დარწმუნებული ვარ ის კადრი ძალიან ბევრი მეყურებლის იმაში აი ჩარჩენილია რა ხო. წესიერი კარგი კაცი ყვება თავის ოცნებების ახდენის შესახებ. შენ გაჭერი? კაი, გადმოდიდი და ლაპარაკის ხონძიო, მალაპარაკი. გამარჯობა, მე ანა ვარ ტყებუჩავა და რატო ვზივარ აქ? ალბათ მიხვდებოდით. მეხუთე ელემენტს მე უნდა ვილაპარაკო ბევრი დღეს. მეხუთე ელემენტს უყურებთ და შეგახსენებთ რომ ჩემი სპონსორი ორინაბიჯი და ორნაბიჯთან ერთად დაზოგვა ჭკვიანურია. ეხლა დიდი ადამიანის სიტყვებნა წავიკითხო. ჩვენი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ლოდინში ვატარებთ. ველოდებით შესაფერის დროს, საკმარის ფულს, ნებართვას, რომ დავედევნოთ იმას, რაც ჩვენს სულში გიზგიზებს. ვიშენებთ კომფორტულ გალიებს და გვავიწყდება, რომ აღმოსაჩენად დავიბადეთ. ეს სიტყვები რომ მოვისმინე, სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან ავღელვდი რომ ამ გალიაში ვზივარ თუ სად ვარ არ ვიცი, მაგრამ ზუსტად მივხვდი, რასაც გულისხმობდა. ეს სიტყვები ჩემი არ არის, ეს არის იუთუბერის და მოგზაურის გიო ჯობავას სიტყვები, რომელიც დღეს წამყვანის სავარძელში ზის. მოგესალმებით გენც. გამარჯობა გიორგი და ტანზანიაში მოგზაურობის დროს ჩაწერა ეს სიტყვები. კი. იდეაში ტანზანიის მოგზაურობაში არ ჩამეწერე, რომ ჩამოვიდე ვამონტაჟებდი მერე. როცა უნდა გამეხმოვანებინე ყველაფერი ვნახე და განვიცადე, მაშინ თქვი ეგ ამბავი და რეალურად მართლა ეგრეა რა. იმიტომ რომ მაგას არ ჭირდება ტანზანიაში მოგზაურობა, ისაც ყველანი ხვდებით და გძნობთ მაგას, რომ ანუ რაღაცა ჩვენ ცხოვრება როგორც არის, წესით რაღაც ეგრე არ უნდა იყოს, თუ რაღაც ეგრე შეგიძლია ყველას გვაქვს დარწმუნებული, იმიტომ რომ სულ შინაგანად აი საითკენღაც მიგვიწევს გული რა, აი რა მაგარი იქნებოდა იქ რომ აი გვემოგზაურა, აი იქ რომ წავსულიყავით ამის მუღამი მაქვს, რეალურად ანუ შინაგანად ყველას გვინდა რაღაცა, მაგრამ რატომღაც იმაში ვართ რა, მაგრამ ეს ჩვენებრალიც არ არის იდეაში, ანუ ეს არის თვითონ აი დღევანდელობის და ესე მოეწყო ეს სამყარო რა, რომ ანუ ადამიანებმა რაღაცები იმიტომ უნდა ვაკეთოთ, რომ მე კიდე ვაკეთოთ, რომ იმ თანხით მე ისევ ეს ვაკეთოთ და სადღაც იკარგება რეალურად ის, რაც მართლა შინაგანად გვინდა და გაგვიხარდებოდა რა და რაღაცა გაჭირებული ერისის არის. ნუ შენ ჯერ ისე ალბათ ადამიანის სიამოწყობილიო, სადაც შენ არ ხარ გონია რომ სულ კარგია იქ. სადღაც, იმიტომ რომ სხვის ცხოვრება რაღაცა სხვანაირად ჩანს ხოლმე, ეს ოჯახი იქნება გარემო თუ ქვეყანა. და მე კიდე ეგ უნდა იყოს რაღაცა ხასიათი, იმიტომ რაღაცები მე რომ ნახე ძალიან მომეწონა რა თქმა უნდა. ხო, მოდი, სანამ ცოტა სიღრმისეულ და სიბრძნისეულ რაღაცებს ვიტყვი, პირველ რიგში ჩემს კომპლიმენტს გეტყვი. პირველი, აი, მესამე წუთი იყო რომ დავხედე რომ მოვინუსხე და ძალიან მომეწონა. ხარისხი მომეწონა როგორც აკეთებ შენ მომეწონე როგორც ადამიანი და წამყვანი, როგორიც ხარ რა, ანუ თან რაღაცნაირად კარგი დამოკიდებულება გაქვს მაყურებლის მიმართ და რაღაცნაირად წესიერი კარგი კაცი ყვება თავის ოცნებების ახდენის შესახებ და შენც გამოგზაურებს ამ ყველაფერში რა. ხო და როგორ იყო ეს სიმბას მიწაზე ფეხის დადგმა? ანუ ეგ იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება რა, იმიტომ რომ ეხლა ავი 90-იანების ბავშვები და რა მითხარი ვის არ ქონია, აი ვინ არ იცის სიმბა და ვის არ უყურებია მაგ მულტფილმში, ავი მინიმუმ ჯერ ხო ანუ და ვის არ უტერია კიდე და ვის არ ქონია ეს რაღაც შინაგანი ემოცია რა და ანუ ჩემთვის ეხა ის სიმბას მიწაზე აი რაღაცა ფილმში მეგონა მართლა თავი რა, იმიტომ რომ ანუ აი იქ
ხა იქ ხო რა თქმა უნდა სიმბას ვერ ნახავ, სიმბაც პირობითი უბრალოდ ის ბოკვერი არის უბრალოდ სიმბა, მაგრამ აი სიმბას მიწაზე რომ მივიდიოდი, ანუ ჩემს წარმოსახვაში და შინაგან სამყაროში ისეთი რაღაცები ხდებოდა, რომ მეგონა რომ აი ბავშვობაში იმ მულტფილმს რო ვყურებდი, ხა იქ შევდიოდი თუ რაღაცა რა, ანუ აი ძირითადად საერთოდ ცხოვრებაში ყოველთვის ეგრე ვუყურებ ხოლმე რაღაცა გვერდიდან რაღაც გადატანითი მნიშვნელობებით, ანუ მაგ კუთხით აი ძალიან ამაღელობა, აი საოცნებო მოგზაურობა იყო ჩემთვის რა. და ანუ როგორც კი ჩავედი და იქ როგორც კი საფარიზე რო შევედი, აი მეგონა რომ აი მორჩა რა, შემიძლია დაუბრუნდე უკვე, ანუ თავარი რაღაც მიზანი შევასრულე, სულ არ მაინტერესებდა იმის იქით, რაც ყოველს ნახავდი, მაგრამ ანუ რა თქმა უნდა გავაგრძელდა ვნახე და ეგეც მაგარი იყო, მაგრამ აი შინაგანი ის მქონდა რომ აი წიჭკა დავსვი რომ ანუ ხო არ გადავა, ანუ აქ ვარ რა, ანუ ნახე სიმბას მიწა როგორი ყოფილა რა. და ანუ ეგ შეიძლება აღნიშნე რომ ეს თხრობა არის თუ რაც არის, ყველაფერს მაგ კუთხეს სინემატიკური სტილით თვითონ იმიტომ ავირჩიე. ჯერ ერთი რომ ანუ 10 წელი ვიდეოგრაფი ვარ და ხა ამ სფეროში რო ხარ და ანუ კამერასთან შეხება და რაღაც ახალს რო ვიწყებ და ახალ შემთხვევაში არის YouTube და აქ მინდოდა რომ ჩამექსო მთელი ის გამოცდილება და თუ რაც გამომივლია ანუ ამ სფეროში და რაღაც განსხვავებული გამეკეთებინა რა და სინემატიკური ჟანრი მე ვფიქრობ რომ შენი ემოციების გამოსახატად შენი რაღაც აი ოცნებებზე სალაპარაკოთ რაღაც ამბის მოსაყოლად ანუ იდეალური ჟანრია რა თან ანუ ახალია ხა ქართულ YouTube-ზე მე არ შემხვედრე ეგეთი სინემატიკური სტილის მიმდინარე ყოფილიყო ესეთი სტაბილურად რა შევა რაღაც ვიდეოები კი იდება მაგრამ ანუ როგორც ასეთი YouTube-ზე რო სინემატიკური მიმდინარეობდა ჟანრი ქონდეს ადამიანს, ანუ არ იყო და ანუ მივხვდი რომ ანუ ეგ იყო ჩემი, ეგ მინდოდა მეკეთებინა რა, იმიტომ რომ მან გგრძნობ თავს ბედნიერად რა. თან ეხლა ხო. შემეძლო რავი, ნებისმიერი რაღაცა მერჩია ხო, აი ეხლა დავდივარ და ვიღებ რაღაცა 35 კილოგრამი აპარატურით, ანუ უბრალოდ წავა ტელეფონით გადავიღებ, მაგრამ იქ ვერ ჩავდებ იმ ჩემს ემოციას და მაგრამ იმ ფილმის გმირი არ იქნება. ხო, ანუ აი გარი რა. და რაღაც ანიმაციის გმირს შესაბამისად სინემატიკის ჭირდება. შეიძლება ეგრეც იყოს და. ხო, ეს ესეთი ჟანრია რომ ანუ ამით გაცილებით მეტი რაღაც ის თქმა შეგიძლია ვიდრე ეს რომ დაჯდე, კამერით და ილაპარაკო, შევა რაღაცები ვერ თქვა, მაგრამ აი იმ კადრებით, იმ გახმოვანებით, იქ რაღაცა მუსიკალური გაფორმებით, საუნდ დიზაინით, ანუ ადამიანმა მაყურებლის ემოციაში შეშეგლე შეხვიდე და იმის გონებას შეაღწიო რომ ამას ვერ იზავეს სხვანაირად რა ანუ ეს ჟანრი ერთადერთი მაგის საშუალება და ანუ მაგრად მისწორდება რომ 3 წუთზე თუ უკვე მოიხიბლე კი ნამდვილად მოვიხიბლე და კიდევ ძალიან მინდოდა ეს გამეკეთებინა იქ როგორც ესალმები მოტივაციალები ჯამბო ორჯერ უნდა და ანუ ჯამბორი გამარჯობა და ჯამბო უფრო ესეთი პოზიტიური ჟესტია ხო ხა კარგა ჟღერს უფრო რა კარგა ჟღერს და ისე გემრიელა თან ხო ცოტა აჩქარებით ხო უყურებთ რომ მოვიგო და ჯამბო ყველას რო ესალმებოდი აუ მეთქი რომ მოვა უჭველი უნდა მივესალმოთ ხო ქუდს მე მომნის ინჯამ იმიტომ რომ ეგეც არ მომწონს და სადიყი და გმითხარი ნუ თუ იქ იყიდე ხო დამთავრებული აქ გამბავი მაგრამ მე ახალი ვარ YouTube-ზე საერთოდ YouTube-ზე ახალი ვარ რომ ვამბობ ეგეც ძალიან უცნაური არის იმიტომ რომ საერთოდ არ მგონია რომ YouTube-ზე ვარ თუ რაღაცა მოკლედ YouTuber-ობაზე პრეტენზია არ მაქვს უბრალოდ ჩვენ რაღაცა ამ ფორმატში გადავწყვიტეთ ხალხთან ურთიერთობა და ჩვენთვის საინტერესო თემებზე საუბარი თუმცა იმედი მაქვს რომ მაყურებელიც გაიზრდება ჩვენთან ერთად და მარტო ცნობილ ადამიანებზე არ დაინტერესებს და ზოგადად სხვა პროფესიის ადამიანებზეც ვისაუბრებთ და მოვიწვევთ მაგრამ მივყვებით ჩვენც რაც გვაინტერესებს ფეხდაბეხ და ჯერჯერობით ძალიან ვამაყობ ყველა ჩემი სტუმრით და თან ჩემი სტუმრები ყველანი საყვარლები არიან აი რაღაცა საყვარელი კუთხიდან საუბრობთ ხოლმე ზოგჯერ სხვადასხვა მით ასე ვთქვათ სხვადასხვანაირად ვაცნობთ რა მაყურებელს და ეს არის საინტერესო ვფიქრობ. ხო და მე წვენს დაგისხავ და შენ მითხარი როგორც გამოცდილმა იუთუბერმა რა არის ყველაზე აი 3 ოქროს წესი YouTube-ზე გადარჩენის 1 წელი. ხო შენი არ იყოს ხომ მეც 1 წელია ხარ ის მე7 ვიდეო რაც დავდარე სულ 8 ვიდეო არხზე მაგრამ ის პირველი ვიდეო არის 2 წლის წინანდელოცა იდეაში მაშინ მინდოდა დამეწყო იუთუბერობა რა მაგრამ მაშინ ვიყავი ამ ინდუსტრიაში ამ გადაღებები ივენთები ქორწილები ასე შემდეგ და ანუ მეთქი შევათავსებ თუ რაღაცა ერთდროულად გავაკეთებ თქო არ გამოვიდა ნუ შევეში ცოტა ხნით მაგრამ აი შარშან მოხდა ეგ ამბავი ძალიან გადამწყვეტი ის ქონდა სახში საუბარი რა მე და ჩემი უღლეს რომ ანუ აი დროს სულ მქონდა ეს გამოძახილი რა რაღაცა გინდა რომ ვაკეთო აი რაღაც ისკენ გინდა ანუ აი გაფერხებს ხო ანუ რაღაც ეგეთი ის ქონდა რომ თან ანუ სალი ძალიან ის არის ხოლმე მამოტივირებელი რა ჩემი პირველი შემფასებელია ხოლმე ჯერ რასაც ვიღებ მაგას პირველი გაფასებს და რაღაც იქ შენიშნები ასე შემდეგ რა ხო და შარშან მოხდა ეგ ამბავი რომ ხო და შარშან მოხდა ეგ ამბავი რომ ანუ რაღაცაზე უარი უნდა მეთქვა რა და ეს უარის თქმა იყო ის რომ ანუ ის სფეროში ძალიან იდეალურად ვიყავი აწყობილი ეს გადაღებების კუთხით და შემოსავლის ყველანაირად რა მაგაზე მომიწია უარის თქმა რა იმიტომ რომ მაგაზე უარი რო არ მეთქვა ანუ ეს გაგრძელდებოდა უსასრულოდ ანუ 10 წელი გაგრძელდა იდეაში 10 წლის წინ პირველად რო ვიმოგზაურე საქართველოში ანუ მაშინ დავიწყე ყველაფერი მოგზაურობით ანუ მაშინ მინდოდა საქართველოში მოგზაურობა ვიმოგზაურე უბრალოდ მე სპონსორი არ იყო რაღაც ვერ გავქაჩე ისა და ანუ მეთქი რა ვქნა გადაღებები დავიწყე ივენთების და ამ გადაღებების რის გამოც ვიღებდი რომ დამეფინანსებინა ჩემი მოგზაურობა ეგ გაიწელა 10 წელი რა ანუ 10 წელი შევყევი მაქსპეროს და ნუ ეს მოგზაურობა ისთვისაც ყველაფერი დავიწყე ანუ დაიკარგა და ნუ აი ახლა წელს მოხდა შარშან უფრო სწორედ რომ
ეგ ნაბიჯი გადავდგა მეთქი უნდა დავიწყო რა ის იკეთებაც მინდა მიუხედავად იმისა ის ჩემთვის უკან დახევა ფინანსურად თუ რაღაცა ანუ მეთქი ეს უნდა გავაკეთო რა იმიტომ რომ ანუ მეძახის რა შინაგანად რა ის ჩემი რაღაც ხო და შაშა დავიწყე ხა მაქვს 8 ვიდეო ჯამში ხო და მე რო გითხრა რომ დიდი იუთუბერი ვზივარ აქ და რაღაცა ის cross წესები და რაღაცა ანუ ეგრე არ არის რა მეც ჩემი მუღამიც ეგ არის რომ ეს ჩემი ოცნებები ჩემი მუღამები ჩემი რაღაცები ანუ ის კეთებას ყოველთვის მინდოდა ეგ მინდა გავისწორო და აი ამის გასწორების და გადმოცემის იდეალური პლატფორმა YouTube-ია რა მე ხამს TikTok-ზე ვერ დადებ რაღაც 1 საათიან ვიდეოს და საათნახევრიას ანუ YouTube-ერი პლატფორმა სადაც მივხვდი რომ ყველაზე ადეკვატური იქნებოდა აი ამ ჩემი რაღაცა პატარა ვიდეოების ფილმების თუ რას გინდა დავქი მაგის კეთება რა ანუ იდეაში ჩემ მუღამს ვისწორებ და ფილმებია იდეაში იმიტომ რომ ჩვენ ამას რო ვუყურებთ აი რაღაცა ცოტა შენც თქვი რომ ეგეთი National Geographic-ის ფორმატი აქვს თითქოს რა აი ცოტა ეგეთ ქართულს უყურებ და ძალიან სასიამოვნოა რომ შეუძლია ქართულმაც გააკეთოს ეგეთი რაღაცა ოჯახ შენ სპონსორები ძალიან კარგია იმის საშუალებას გვაძლევს რომ უფრო ხარისხიანი პროდუქტი შევქმნათ და მეც აქვე გამახსენდა რომ შენთვის აჩუქარი მაქვს ჩემი დღევანდელი ეპიზოდის წამდგენი არის ეკობრენდსი. ხო და ეკობრენდს 1997 წლიდან შემოაქვს საქართველოში სერტიფიცირებული ბიო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ველედა ყველა მიცის, ქალმაც, კაცმაც, ბავშვმაც და ერთ-ერთი ცნობილი ბრენდია, ვისაც ენდობა და ძალიან პოპულარულია. ეს არის სპეციალური კაცის ხაზი, შენ ბევრი დამცავები და დამატენიანებლები გჭირდება იქ და ხო, ეს შენ საჩუქრად. დანარჩენებს ნელ-ნელა ეტაპობრივად. დაბადების დღეზე გამოიარე კიდე გაჩუქრა. მართლა? ოი რა კარგი. მადლობა ძალიან დიდი. მაგრამ ეს ეპიზოდი რო გავა შეიძლება უკვე მეორე დაბადების დღესთან ვიყოთ ახლა ჩვენ ხო პირდაპირ ეთერში არ ვართ. რაღაცა მაიმუნობის ხასიათზე მოვედი და კარგია, იმიტომ რომ დღეს და გუში მთელი დღე შენს ვიდეოებს უყურებ. და გავაგრძელოთ იმით რომ მე სრულიად ვერ წარმომდგენია ჩემთან სახლში რო ვწერ რაღაცა კონტენტს მეც რო კონტენტს ვეძახი თუ რაც არის, მაგრამ ხო, კონტენტს ახლა შემიძლია უკვე თქვა როგორც ინფლუენსერი, არის ძალიან რთული. ხან კამერა მივარდება, ხან ბავშვები ხმაურობენ, მაგ დროს ძალიან გაღიზიანებული ვარ, იმიტომ რომ კონცენტრაცია მიწევს და ეს ყველაფერი ხდება ჩვეულებრივ რაღაცა იმის ფონზე რა, ტელევიზორიდან ბავშვების და ოჯახის ფონზე. მაგრამ ეხ წარმომიდგენია იქ რომ რაღაცა ლომი და ისა რა, ანაკონდა და მაიმუნს რო ჭამს მაიმუნი და რამის ფონზე რო ხდება, ან სრული სიგიჟეა. ხო, ძალიან რთული. ახერხებ აი ამ ყველაფერს იქ რაღაცა მანქანის კადრი არის ალბათ დრონი მოყვება და შე რომ მიდიხარ კიდე იქიდან რომ დრონს უნდა უყურო ხო მომიყევი რა არის ძალიან რთული ამბავია ეგ რა ანუ ეგ ეხა ეს გადაღება რო არ მიყვარდეს ანუ მაგის შანსი არ იქნებოდა რა ანუ რაც არ უნდა აი რავი რა უნდა შემოგთავაზო რომ ეგ აკეთო რა მაგრამ აი როცა გიყვარს უკვე სხვა მუღამს შედიხარ ანუ სპორტული აზარტი გიჩნდება რომ ანუ ერთი კადრი აი რაღაც ჩაფიქრებულიას გაქვს ის რომ გადაიღო აი მაგის შეგვიძლია ყველაფერი გააკეთო რა და ძირითად შემთხვევაში ხა მით უმეტეს ამ ჟანრს რო ვაწვევი რა ამ სინემატიკურს ანუ რაღაც აქ ცოტა სხვანაირი გადაღების ტექნიკებია საჭირო იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჟანრია ეგეთი რა, ანუ კადრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იღებ, რა რაკურსით იღებ, ანუ ამ კადრში შენ სად ჩანხარ ამ მომენტში, ანუ მაყურებლის თვალი საით უნდა წაიყვანო. მე იქ რაღაცა ფერები ეს ანუ რთულია რა, მაგრამ აი ერთი კადრის გადაღებაზე დამიხარჯავს ყველაზე მეტი რაც მახსოვს, სადღაც მე მგონი 9 საათზე მეტი იყო. უბრალოდ ერთი კადრი რა, ანუ აი უბრალოდ ერთი კადრია, ფონზე ჩანს მწვერვალი, ცხენით შემოდივარ, ამ მწვერვალს უნდა გავხედო და გავდივარ. ანუ ეს უნდა მოხდეს უწყვეტად რა. ეხლა ეს ხო შეგიძლია იდეაში აი რა უნდა ხა რატომ უნდა იწვალო ადამიანმა აი ამ კადრის გამო, როცა შეგიძლია პროსტა ამოიღო რაღაც კამერა და თქვა რომ აი მწვერვალი ძმაო და აქ მივდივარ. ანუ მაქსიმუმ შეგიძლია 10 წამში ყველაფერი გააკეთო, მაგრამ ანუ 30 წუთი ვიღებდი. ხო, მაგრამ იმ ფილმის იმიტომ რომ აი უბრალოდ იმის მუღამი მქონდა რომ ანუ მაყურებელს აი ჩემი ეგ მწვერვალზე შეხედვა, ზუსტად ეგრე ენახა როგორც მე მინდოდა რა. ხო და ეხლა წარმოიდგინე ანუ კამერა უნდა დადგა ანუ ცხენი უნდა ჯერ მართო რომ ზუსტად იქ მივიდეს, უნდა გაჩერდეს, მე შენ უნდა გახედო, გამოიხედო, წახვიდე რა, მე უნდა ჩამოხვიდე, შეხედო კამერაში რამდენად დაემთხვა, რამდენად არ დაემთხვა, იქ შეგეშლება რაღაცა და ანუ იწელება რა ძალიან და ეხლა წარმოიდგინე ეს გეუბნები შვიდ გარემოში და ეხლა სადღაც რო ხარ ექშენში და ხო ეხლა უცხო ქვეყანაში რო ხარ და რაღაცა იქ კიდე უფრო რთულდება ეს ყველაფერი რა, მაგრამ გეუბნები იმდენად აზარტულია, აი როგორ თქვა რაღაცა მიზანი რო გაქვს დასახულები მე ეს კადრი გინდა, ანუ ყველაფერს აკეთებ მაგ კადრის გამო რა და ზუსტად ეგ მიხარია ჩემ მაყურებელში რომ და იმიტომ ვაკეთებ რა, ანუ მინდა რომ რაღაცა საინტერესო და ხარისხიანი მივაწოდე რა, იმიტომ რომ სხვა ბევრი ჟანრის კონტენტია, რაც ისედაც არსებობს უკვე რა და ეს რა ხარ მე ავირჩიე, მინდა რომ საუკეთესო ვიყო ამაში რა. და მაგიტო საუკეთესო ვაკეთებ და მაგიტო ვზადვარ რა, ანუ ერთ კადრზე დავხარჯო ძალიან დიდი დრო. სამაგიეროდ აი დარწმუნებული ვარ ის კადრი ძალიან ბევრი მაყურებლის იმაში აი ჩარჩენილია რა ხო და შენც რო თქვი რომ აი 3 წუთზე უკვე მოვინუსქე და რაღაცა ანუ რის გამო აი ხო რაღაცა მე ხო რაღაც ის არ გინახავს რაღაცა რაც აქამდე არ გან ტანზანია ნანახი გაქვს ყველაფერი ნანახი აქვს ხო ლომიც ნანახი გაქვს ანუ უფრო მაგარი კადრების ნანახი აქვს მაგრამ ანუ ის რომ ამას მე ვაკეთებ სიტყვაზე აი ქართველი რო ვარ შენც
რაღაც ხონერჩ შემოხედა, ანუ რაღაცნაირად დაგიჭირდა, რითიც დაგიჭირა, ეგ არის და ეგ კადრები რა, ანუ ის რაღაც კონკრეტული დაალაგება თუნდაც ანუ რაღაცა თანმიმდევრობა კადრების მე ის საუდნიზენ ამას აკეთებს რა და რა მიხარია ძალიან მაგას რო აკეთებ. რეალურად შემიძლია გაცილებით ჩქარჩქარო დავდო ვიდეოების, თვეში შემიძლია 3 ვიდეო დავდო. ანუ გაცილებით მეტი სპონსორიც ყავდეს, იმიტომ რომ სპონსორები ხო მაგას უყურებენ რომ აი რაღაც რაც უფრო ხშირად დებ თუ რაღაცა რა, მაგრამ ამიტომზე უარს ვამბობ რა. აი ხა 3 ვიდეო, 2 ვიდეო. პირობითად ხარის ხენ რაღაცები ცოტა უნდა. ხო და აი ხა ორ თვეში ერთხელ ვიდეოს რო ვდებ, ხო ხდება ეგ ჩემთვის რამდენად ცუდია რა, ანუ იმიტომ რომ არ აქტიურობ მე YouTube ალგორითმს გიგდებს, ანუ მოყოლებას ავიწყები, მაგრამ პატარა მოგზაურობები რა ჩასვა თუ აუცილებლად გველეშაპებში უნდა იყო ჩაჭი. არა, ხა მაგ მიმართულებს მნიშვნელობა არ აქვს. აქ თემა ის არის რომ მე ჩემ მუღამის ვისწორებ, გამიგე? ანუ აი რა ვარ მუღამის. აგრე ცოტა აგრესიული რო ვარ, ხო ხდები აქ რო გადმომსვი, ხა ცოტა ნერვები. არა ხუმრობ რა თქმა უნდა. რა მუღამიც მაქვს, იმას ვისწორებ და ხა ეს მუღამი შეება იყოს რაღაცა ხან ბათუმში მოგზაურობა, ხან შეება იქ რაღაცა გველთან, მაგრამ ხო, ნახე რა ჩატ. ხო, ისი მუღამიც მაქვს, იმას ვისწორებ და რა მომენტში რა მუღამი გასწორდება, რა ვიცი ხა მე რაც თუ დამარტყავს რამე, წავალ ვიღებ რა. ეს სიტყვები რაც მე წავიკითხე ეს შენი საწვავია? ანუ შენი ოცნებები გამოძრავებს? აი ჩვენი ერთ დღეს გახვედი ამ რაღაცა შენი ყოველდღიურობიდან და თქვი რომ აი რა ვიცი ერთი მაგის დედაც ახლა წავალ და ამას გავაკეთებ. ზუსტად ეგ იყო და ანუ მე აი სუპირველად არ მახსოვს ერთი 12 წლის წინ იქნებოდა ალბათ თუ რაღაცა, როცა საერთოდ პირველ iPad-ით ვიღებდი თუ iPad-ით რა ქვია, მაგით ვიღებდი იმას რა. არ ვიცი მე არ მაქვს და ხო მოკლედ ანუ პლანშეტ, დიდი პლანშეტ ვიღებდი 12 წლის წინ რაღაც ვიდეოები, selfie ვიდეო ჩემი ოთახიდან რა. და ანუ აი მაშინ პირველად საქართველოში ვიმოგზაურე, მაშინ მივხვდი რომ ანუ ეგ იყო რაც მიყვარს რა, ანუ ეს თავგადასავლები და სულ მაგას ვაჟღერებდი ხოლმე, სტატუსად იქნებოდა თუ რაღაც ვიდეოს ჩავწერდი, სტორის ჩავწერდი, სულ მაგაზე ვბაზრობდი რომ მეთქი აი რაღაცა შენ ოცნებებს უნდა მიცე გასაქანი რა და ეხლა ვარ მაგ ყველაფერს ახდენის პროცესში რაც მიხარია ძალიან. კომფორტული გალია რა იყო შენი? კომფორტული გალია? აი ის რომ მაგალითად საბურთალოზე ბინა გაქვს. ხო. რომ აი ძალიან მაგარი მანქანა ყავს. გადასახადებს კარგად იხდი და სესხი გაქან, კარგად ფარავდოს სესხი ანუ ეგ არის კომფორტში ხარ ბაზარი ანუ რაღაც კარგად იძინებ თუ რაღაცა, მაგრამ რეალურად რო დაფიქრდე, ანუ ხება ამაზე ვიღაცამ თქვას რომ აი ფილოსოფია კი არა ეგრეა რა, ანუ რეალურად ეგრეა რა. შენ ეგ ჭირდებოდა. ანუ შენ ყველამ თავის თავში ჩაიხედოს, ანუ გალია ეგ რა. მაგრამ ამ გალიდანაც ვერ გახვალ, იმიტომ რომ უჭირდება. კონკრეტული მაგალითი იყო, რამე მოვლენა იყო, რომ თქვი რომ დაყარე იარაღი და ანუ წავედი აღარ მინდა. არა, კაცო, ეგეთი არაფერი, უბრალოდ აი მივხვდი რომ აი რა რაღაც ასაკერო გემატება თუ რაღაც, ანუ ისეთ ფიქრებში მივიდიოდი ხოლმე, რომ ანუ ვატყობ რომ ესე რომ გაგრძელდეს, ოკეი. აი სიტყვაზე მუშაობ რა. ანუ ძალიან მაგარი ხელფასი მაქვს, აი 5500 ლარი მაქვს პირობითად და კიდე ბონუსები ზე, აი 20000 ლარი მაქვს. და ნუ აი იმაშები რა, ანუ აი კაი მუშაობ. ანუ რო არ ვიცით კაი ხელფასი რა არის, რა კაი ქვეყანაში ცხოვრობ, ხო ხდები. ანუ მუშაობ რა და გადისწლები, ანუ კარიერაში იზრდები რაღაცა და ანუ უცებ აღმოჩნდა რომ დაბერდი რა. დაბერდი რას ნიშნავს შენთვის? დაბერდი ნიშნავს რომ უკვე ანუ ის ახალგაზრდული ის რაღაცა აი ენერგია, აი ეს სიტყვაზე მოგზაურობის, აი შენი ოცნებების ახდენის ის ჟინი აღარ გაქვს, იმიტომ რომ მე სხვა საზრუნოები შემოგდის, იქ შვილი შემოგდის, იქ შვილი შემოგდის, უკვე სხვაგან მიდის შენი გონება რა და ანუ ხვდები და ამუღამებ რომ აი ამ შენ რაღაც კარიერულ ზრდაში იმდენი დრო დახარჯე რაღაცა აი ამ გალიის აშენებაში რომ უცებ აღმოჩნდა რომ ანუ აი იქ რომ ოცნება რომ მქონდა რომ აი სიმბას მიწაზე ფეხი დამედგა, ვერ დავდგე და ვიღაც დავდგა, იმიტომ რომ წნევა მაქვს ხა და თვითნავშება ვერ გავფრინე. ხდები ანუ აი ეგეთ რაღაც ეგეთ ფიქრებში წავედი და ეხა 30-ის 31-ის ბოდიში 31-ის გავხდი 4 დღეს და 29-30-ის იყავი რომ მოგზაურობა დაიწყე მე მაგ დროს გავთხოვდი 29 წლის ვიყავი რომ თქვი რომ გავთხოვდე მე წნევა ამით სტოპ ადრე მაგრამ ესე რომ ყველაფერი რაღაცა შემეკრონდა თან გადამეღო ეხა ხანს ერთი წელი ამას ვაკეთებ რა ანუ აი YouTube-ის ხო ამ მიმართულებით რა ხო და მოკლედ ანუ მაგ ფიქრების მე მივხვდი რომ ანუ თუ კი არსებობს რამე გზა და შანსი იმის რომ ასანეთ გამოხვიდე აი იმიდან გრაფიკიდან უნდა ცადო რა ხო და ეხლა ვარ მცდელობის პროცესში კი ბატონო The Family Guys რომ მოგვიყვე ამ პროექტის შესახებ აქედან დაიწყო ხო? იდეაში ხო არა, უფრო მანამდე დაიწყო, აი როცა წეგარ გითხარ რომ მეთქი თავიდან მე თუ მიღებდი ხოლმე ვიდეოებს რაღაცებს ტელეფონით უბრალოდ რა, მაშინ დაიწყო იდეაში, მომეწონა ძალიან, ანუ მეთქი ასწორებს რაღაცა, ანუ მეგობრებმა დამიკომენტარეს თუ რაღაცა, ანუ მომეწონა ეს რაღაცა რა, ეს გეუბნები ძალიან ადრე, 13 წლის თუ რაღაც. მე საქართველოში ვიმოგზაურე 70 დღე პირველად, 70 დღეს დავდიოდი და მაგაზე საერთოდ გავგიჟდი რომ მეთქი ხო რა გადავ რა მაგარია რა, ანუ იქ რაღაცა თუშეთში ვიყავი, ხევსურეთში ვიყავი, სვანეთში ვიყავი, რაღაცებს შევხვდი ისტორიები და ანუ უცბად თინეიჯერი ბავშვი რომელიც აი ჩაკეტილი იყო და რაღაცა სახში იყო ხოლმე და მეცადინეობა და ეს რა ჩვეულებრივი როგორც ბავშვები არიან ხოლმე უცებ აღმოჩნდი რაღაც თავგადასავლებში ტიპი რა თინეიჯერი და ისე მესიამონა რომ მეთქი ამას განვითარება უჭველი უნდა კონდეს თქო რა ხო და აშკარა დააქვს აგერ აგინდა ხა მეუღლეზე მითხარი აი ეს სპორტი და გვერდში დგომა უმნიშვნელოვანესია რო თქვი რომ აი ეს
კიდე რაღაცნაირად მეორე ნახევრის ნებართვა კი არ გჭირდება შენი ოცნებები აიხდინო და ისაკეთო რაც გინდა. უბრალოდ რაღაცა ეგოისტობასა და პასუხისგებლობებს შორის რაღაცნაირი ბალანსია დასაჭერი მან და ხა მე შეიძლება აი ახლა ძალიან მინდოდეს სადღაც გავიარო 2 წლიანი კურსები, მაგრამ ეს ვერ მომცემს იმდენს, რამდენადაც წამართმევს ჩემი ოჯახის აქ მიტოვება. ხვდები რას ვამბობ? და ის რომ ამაში ისახართ ერთსულოვნები და ამაში რაღაცა თანხმდებით, ეს ძალიან ძვირფასია. შენი მეუღლე ჩანს რაღაცა ვიდეოებში მე როგორც ვნახე, ხო? კი. აქამდე უფრო აქტიურად იყო რა. მაგრამ ხა ეს YouTube-ზე დავიწყე, იდეაში აქამდე Family Guy-ში ესე ხო, არა, მაგრამ იქაც ხო ჩანს ამ ტანზანიაში, სწორად ვამბობ. ტანზანიაში არა. არა. ამან მარტო ვიყავე. აბა ის თეთრი გოგო ვინ არის? არა, ის იქ იქაური გოგო იყო? მე ვფიქრე ის ტურისტები რაღაცა უცებ ჩანს ვიღაცა რომ აი წყალში რო ხტებიან, ხო იცი? არა, ის პრო ხალხი იყო თვითონ ხო ზონა ტურისტული. მეთქი ესეთ მე მეგონა რაღაცა მან სასტავი ვიყავით სასული ვიღაცები. გაასწორეთ, просто ძალიან ძვირია. აი, იმდენად ძვირი რომ აზრი არ აქვს ორი კაცის წასვლას ამ ეტაპზე რა, იმიტომ რომ ხო გეგმავ ხა რაღაცებს არის სიტყვაზე წინასწარ 10 ვიდეო მას რაღაც გაწერილი მაქვს, სცენარი მაქვს, ის მაქვს და ანაწილები უჯეს და არ გამოდის ხა რა ამ ეტაპზე. იცი საცა ხო კიდე? მართლა? ხო, ეხლა თავისთავად. იმიტომ რომ მაგას ხო დაგემოჭირდება რა სერიოზულ დონეზე თან რა. მოდი სამ რაღაცას ვიტყვი და გეოგრაფიაში მაინც ორიანი მყავდა ჩემი მასწავლებლებს გავუხარდება. შეიძლება რაღაც სისულელე ვთქვა, რავი, ტაილანდი? არა? სამეგრელო? ყველაფერი ვთქვათ და მესამე ალპები. ალპებში ვიყავით ახლა ევროტურის ვიდეო რა და ის ევროტურის ვიდეო იყო მართალი ხარ. ანუ დავიწვით რა ევროტურის ნახვა ვერ მოვასწარი, კაი ბოდი. ვერ ვნახე ყველაფერი. აი იყო პირველი ვიდეო საერთოდ. მართლა? აი გავხსენი YouTube-ზე ეს. შემდეგი მაქვს სვანეთი. სვანეთი ძალიან მაგარი იქნება. ძირითადად დავდები ვარ მაგ დროს უყურებ ხოლმე პოდკასტებს და ანუ ის არის ჯანსაღი ცხოვრება და მოგზაურობა რა და იცოდე რომ ძალიან მიხარია ხოლმე კარგ რაღაცას რო აღმოვაჩენ და იცოდე რომ ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კაი, გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. მაგრამ რაღაცაზე ვერ გიპასუხები მგონი წეგან. მეუღლე შემთხვევაში რომ ხო რატო ვერ ანუ Family Guy-ზე რო ვკითხე, ანუ Family Guy-ს დავარქვით, იმიტომ რომ რაღაცა ოჯახი ვართ და Family Guy-ს ესე ვიფიქრეთ რა. მაგრამ მე რო გადაწყდა რომ YouTube-ზე უნდა დავიწყო თუ რაღაცა, ვიფიქრე რომ ჯობდა რომ უბრალოდ მე ყოფილიყავი რა. იმიტომ რომ ძირითადად მე მიწევს ამ ყოფის კეთება და ანუ რაღაცნაირად მინდოდა რომ ისე ყოფილიყო რა გიოჯობავა სახელი გვარი YouTube-ზე და ანუ მეუღლეს ეხლა მის კერში ცალკე თუ რაღაცა არა. არა, მესმის. უბრალოდ რაღაცა პირადი ის მინდოდა შემექნა რა, როგორც cinematic traveler-ი, თუ cinematic მოგზაურის ტიპი რა, ანუ სახელი გვარი, საკმარისია რა. ჟეს ხოლმე? არ გამო. მეუღლე მომწერს ეხლა რომ იქნებ დამშვიდეთ კალბეტონოანა. ქმარი მუშაობს მე ვისვენებ, სწორია მეუღლე. ხო, მხარდაჭერასაც შეხება ეგ არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ აი ჩემი პირველი კრიტიკოსია ეგ რა. სალერ ჩემი ნომერ პირველი კრიტიკოსია ვიდეოს თავიდანვე ისედაც ზოგადადაც ცხოვრებაში, მაგრამ აი ამ მიმართულებაზე რა ხომ საუბრობთ, აი ვიდეოს რო შევქმნი, ვიდეო რო აი სანამ რენდერზე გავუშვებ, ანუ მოდის, უნდა დაჯდეს, უნდა უყუროს. და აი თუ დაბურძგლა ხოლმე, ანუ ესე იგი ის ეპიზოდი კაია რა, ის მონაკვეთი კაია და აი რაღაც მომენტებში მე აკვირდება რაღაცებს მირჩევს და ანუ იმდენად კრიტიკულად უყურებს, აი შანსი არა რომ ამაზე კრიტიკულად ვინმე შეხედოს რა, ანუ ყველაზე დიდი ჰეითერი გამოდის ამ შემთხვევაში სალი ჩემი ვიდეოსი რა და ანუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საბოლოოდ ხედავ მესამედ ახლა მე შეიძლება სუბიექტად რაღაცა მომწონდეს, მაგრამ ხო, იმიტომ რომ რაღაცა რო გეუბნება, ხო, სხვა რო გეუბნება, ხო, შეიძლება რაღაცა ცოტა კრინჯობა გააკეთო, შეიძლება რაღაცა არ იყოს ისეთი, იმიტომ რომ შენ თუ შეიძლება ეგ ემოცია, მაგრამ ხა ემოციას ხვდები ადამიანებს ხვანად უყურები რა გარედან და იმიტომ რაღაცებს მირჩევს მოკლედ. ხო, თან მონტაჟის და შეიძლება ვერ შეელიო რაღაცა კადრს. ხო, რაღაცებს კი არა ძალიან გამოვიდა 2 საათიანი ეს ვიდეო და ნუ მოკლედ და ისე ზოგად ხარდაჭერასაც შეეხება, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა, ეხლა მე სადღაც რო ვარ და რაღაცა აი ყურადღება იქნება თუ რაღაცა გამხნევება იქნება თუ რაღაცა რთულ მომენტებში გვერდში დგომა იქნება თუ მორალური თუ ფიზიკური აი ხა ავი ძალიან მაგას რა თქმა უნდა ბევრი ახსნა რა. უნდა კითხო ყველაზე აი დიდი ემოცია ძალიან განსხვავებული, რამ გამოიწვია, რა იყო. ხა შენ ბევრი ოცნება აიხდინე. და ვერ ვიტყვი რომ რომელიღაცა ხა Amazon-ზე კიდე ეს ბოლო ვიდეოშიც იმდენი რაღაც საინტერესო იყო. Amazon-ზე ცალკე უნდა ვილაპარაკოთ, ისეთი რაღაცები ვნახე რომ ძალიან ცნაურია. ხო და მაინტერესებს აი ეგ ხო აი რაღაცა წამი რომ აი გაჩერდება თითქოს სამყარო როგორც მზის ჩასვლის დროს ხდება ხო აი რეჟიმს რო ეძახით ხო ამ დროს დარწმუნებული ვარ იმ ცხენითაც რო შემოდიოდი გაჩერდი გახედე მაგ დროს ჩემთვის როგორც სახებით რაღაცა სუნთქვა შვიდდება გულის ცემა ხდება რაღაცნაირი რიტმული რა ხო და აი ამას სადგრძნობ რომ აი ღმერთო რა კარგია ცხოვრება რა იყო ეგეთი რას გამოყოფდი აი ყველაზე ეგეთი
ის რა ქვია რა, ემოციურად რაღაცა, აი ეხა მოხდა ტანზანიაში რა. პირველად რო შევედით ეროვნულ პარკში და კოცონთან რო საღამოს უბრალოდ ესე ვისხედით, იქ თან Starbucks-ის ყავას სვავდა, ეს რაღაც სარეკლამო ეპიზოდი ჩავწერე. ცივი ყავა ვიძახი, მაგრამ სულ მაინტერესებს ცივს როგორ ინარჩუნებ მან. თუ თბილ ყავა. ეგეთ ქვეყნებში ის არის რა რთულია ხო, ხა სასტუმროში მასივარში ვიდეოს ხოლმე და სანამ ყოფნის ხო. ანაკონდამდე რო ყავას დალევ და მე იქაც ხო, სადაც მიხერხდება მოკლედ იმაშები რა, ცივად ვინახავ, მაგრამ სადაც არ მიხერხდება ხო და მან რო ვიჯექი კოცონთან და ეს ბაობაბის ხე იყო და რაღაცა რა, აი ბაობაბის ხე ხა გადავიღე, არა აი გადავიღე მორჩი ჩაწერას, ეს უბრალოდ ვიჯექი რა, იქთან ეს მასაის ტიპები იყვნენ და რაღაცებს ბაზრობდი და იმან გავიაზრე რომ ანუ აი რა მაგარია რა, მან ვიყავი ძალიან ბედნიერი მართლა, აი ძალიან მიწორდებოდა შინაგანად რომ ანუ ხო რაღაცა სადوار რა, ანუ აქ ვარ უკვე, ანუ აი ეს არის ოცნება რა, ხელით ეხები თუ რაღაცა რა. მიუხედავად იმისა რომ მანამდე რაღაცა სხვა საინტერესო რაღაცები. ნახე იმ მომენტში მოხდა ის რომ ანუ აი ხო რაღაცა რა, ძალიან მაგარია რა. კი, იყო ეგ კადრიც ეგეთი იყო ის რაღაცა ეს ბაობაბი ღამის ხო თან იქ მზე ჩადის და იქ რაღაცა ხმები გესვა, აი ძალიან. აი ხე საფარი მე მგონი ძალიან ბევრი ძალიან დიდი ოცნებაა რა. რა თქმა უნდა. აფრიკა ბოლო-ბოლოში ხო არ არის რაღაც. კი, მაგრამ აქამდე უნდა მიხვიდე, იმიტომ რომ თითქოს ხელმიუწვდომელი გონია რა. ძალიან არ მესიამოვნება, თუმცა შემეშინდება რაღაცა. ხო აი თითქოს ეგრე ჩანს, რომ ძალიან შებრა რაღაც კუთხით იყოს საშიში, მაგრამ რეალურად მგონია, რომ აი აფრიკაში ერთხელ მაინც წახვიდე ადამიანი. აი ეგეთ რაღაც თავგადასავალში. იცი რა მინდა კითხო, ეხ სანახავად და დასათვალიერებლად რამდენიმე დღით ეს ცივილიზაციას მოკლებული სამყარო ძალიან საინტერესოა, რომ იცი რომ შენი გარჩები. შენ იქ ამაზონზეც და აქაც ბევრს ეკითხები და სულ აღნიშნავ, რომ ძალიან ბედნიერები არიან, კეთილები არიან. ანუ თვითკმარები არიან, არ მოდიან იქედან და არიან რა იქ გადასარევად. თაობებს შორის განსხვავებაც ეტყობა, თქო, ძველი თაობა როგორ ცხოვრობს და ახალი თაობაც როგორ აცვია და როგორ იქცევიან. მაგრამ შენთვის როგორც ადამიანისთვის აი რა არის იქიდან რომ მოდიხარ ყველაზე ძვირფასი ამ უინტერნეტო უტელევიზიო რა ვიცი აი ამ სამყაროში სადაც ბავშვები ამაზონის ჯუნგლებში ხტებიან შუაღამეს ზღვაში და თუ რა მდინარეში და ადამიანმა ბედნიერება არ იცის რას ნიშნავს აი ეგეთი ხა ისე ვაპარაკ გონება რაღაცა 100 ადგილას ვარ ეგეში რამდენიმე განვიყავი ხო მაგრამ სადაც ვიყავი და იქნებ დავბრუნდი ანუ აი შეგრძნების დონეზე სულ მახსენდება ხოლმე ბავშვები რა აი 90-იანები ხო რა გასახსენებენ რატომ მოგენატოს მაგრამ ხო ხტები ანუ აი უბრალოდ მახსენდება ის მომენტი რომ ეზოში ძალიან ბევრი ბავშვები ვიყავით ხოლმე ი რაღაცა თეატრალურ რაღაც დადგმებს ვაკეთებ თამაშობდი დაჭერობანა და ანუ აი ის რაღაც ენერგია ის რაღაც სიცოცხლე რაც მასში რაც ხო მახსოვს ხა შეგრძნების დონეზე შენ ხო ახსოვს აი ბავშვობაში ის რაღაც აი რასაც გრძნობდი რა რასაც ეხა ვეღარ გრძნობ ვერც ქუჩაში და ვერსად იმიტომ რომ სულ რაღაც ბეტონში ვარ თუ რაღაცა და ანუ აი ზუსტად ეგ ყველაფერი მახსენდება ხოლმე ჩემი ბავშვობა აი ვაჟაფშაველაზე მეორე კვარტალში აი ის ქუჩაში რაც ხდებოდა ბავშვებთან ერთად ის ემოციები ზუსტად ეგ ემოციები მიბრუნდება ხოლმე როცა იმათ უყურებ რა აღონ თუ უყურებ ხოლმე როგორ იცი აი თითქოს უცხო პლანეტელი ვარ და სადღაც სხვა სამყაროდან ჩამოვედი და ანუ აი ვა რა მაგარია თქვი რა მაგარა ხართ და აი თითქოს ისეთი შეგრძნება მაქვს რომ აი ამათ რაღაცა აქვთ რაც აღარ მაქვს თუ დავკარგეთ თუ რაღაცა რა აი ეგეთი ისენი მიჩნდება ემოციები რა იმიტომ რომ რეალურად ეგრე არის რა ანუ ტიპები უფროსებზე ეგეთი ის არ მაქვს მაგრამ რო უყურებ ხოლმე ზოგადად ერთობაში აღებულს ხა იქ კონკრეტულად ვიღაც ტიპს კი არ უყურებ აი ზოგადად იქაურ ადამიანებს აი ტომს დაჯგუფებას რო უყურებ ეგ შეგრძნება მიჩნდება რა და ანუ აი მართლა რაღაცა ბედნიერები არიან რა უბრალოდ ანუ კიდია ტიპებს რავი არაფერზე არ ფიქრობენ თუ არ უნდათ თუ საშუალება არ აქვთ ეგ უკვე სხვა ამბავია და არ ვიცი მაგრამ არ ვიცი შეიძლება ის რომ ვერ შეაღწია მაგათთან ჯერ ისე აქტიურად აი გაჯეტებმა როგორც ჩვენთან რა შეიძლება ეგ და შეიძლება არ სკროლავენ და არ უყურებენ მარწყვიტოს როგორ მოყავს ბანანიტო ცოლად და მე კიტრიტოსგან როგორ ელოდება შვილს თუ რაღაცა ეგეთ რაღაცებს არ უყურებენ 24 საათი მიხვდი არ სკროლავენ და შესაბამისად სხვაგან არის მათი გონება რა უფრო სხვა რაღაცებით ერთობიან სხვა რაღაც ნატურალური რაღაცებით ერთობიან რა ანუ დარბიან თამაშობენ ფეხში შველი ასე ერთმანეთში კომუნიკაცია აქვთ ხო ხტები ანუ აი არ არიან ჩაძირულები იმაში რაც დღეს აქ ძალიან რავი სულ დღეში რო ვართ რა ჩვენთან სტრესი რის გამო არის დროის შეზღუდვის კონკურენციის ტელეფონების აი ეგ ჩემი აზრით ეგ არის პირველი აი სკროლვის გამო ადამიანს რაც დაემართა აუ რავი რა და რაღაცები მაქვს მაგაზე კიდე რაღაცა თუ ვაკვირდებოდი თუ რაღაცებს ჩემპიონში რა ხო ხტები ხა რაღაცებს რო ფიქრობდი მაგაზე მეტ კი რატო ხდება ეგრე რა ანუ აი რატო შეიძლება რომ სკროლო მე სკროლ ვინა სკროლოს მითხარი მაგრამ რო არ მე სკროლო ვერ გიპოვიდი ხო აი ხო ხდება არა მე სკროლო რომ ცუდია და რაღაც უბრალოდ ნახე ანუ იმდენ აი გაიღვიძე რა აი გაგათენდა ხო აი აიღე ტელეფონი და სკროლავ რა ნახე უცებ რაღაცა სასაცილო ვიდეო შენში წამოვიდა სიცილის აი გაგიხარდა თუ რაღაც მე ასკროლი ტრაგედია ნახე უცებ ანუ აი
ეს მოხდა. მე რაღაცა ის ნახე და ანუ ემოციებში ისეთი რაღაც გემართება, ანუ აი ვერ იგებს ორგანიზმი, ანუ გიხაროდეს თუ წკინდეს თუ რაღაცა, ეს ყველაფერი ხდება ეგრევე, ერთ ეპიზოდშია ჩაქსოველი და ანუ გიждდები თუ რაღაცა რა. იმიტომ რომ შენ გაცნობიერად გახსენდება ბევრი რაღაცები, არასასიამოვნო, რასაც იმ რაღაცა ცუდ მოვლენას დილით რომ ასკროლე და ნახე შენ ვერც ხვდები რა გაგაწყო იმაზე, მაგრამ ხო, რათა თან ანუ ყველაფრის ნორმალურად შეგიძლია არ ასკროლო დილით და რა ვიცი, გინდა აიღო, ანუ რა ვიცი, რაღაცა ნახო. კი, აი მაგას ვამბობ ზუსტად რომ ჩემი აზრით ეგ არის იმის მიზეზი რომ ანუ რაღაცებში უკან მივდივართ რა რეალურად იმის მაგას რაღაც განვითარდეს თუ რაღაცა რა. იქ საერთოდ არ არის ინტერნეტი? არა, როგორ არის ინტერნეტი, კაცო, ინტერნეტი კი არის, მაგრამ ანუ ესე არ არის რომ აი ტიპები სკროლავდნენ და რაღაც მოხდება, ეხლა ტელეფონი აქვთ, რეკავენ და იციან ვაფშე სად ვართ, რა ცხოვრება და სამყარო სად არის იციან, მაგრამ ესე არ არიან ეხლა რა ვიცი შიგნით რა. სამზარეულოში რო შეხვედი, ჩემთვის ისე ტრაგედია იყო, როგორც დიასახლის რო იქ რო შეხვედი და ძირს რო ელაგა ყველაფერი და არც გაზი იყო, არც ბლენდერი იყო. შოქში ვიყავი, აი მეთქი რატო, რანაირად და ჯერის ქალები შემეწოდნენ. თან რო რეცხავდა და თან რო გელაპარაკებოდა, ისე მინდოდა რომ რაღაცნაირად სარეცხი მანქანა მიმეცა და ჩვენი ბებიები როგორც რეცხავდნენ, ის ხო და აი რატო რა ვიცი, იმ ადამიანს რო სარეცხი მანქანა გქონდეს, ხო კიდე უფრო ბედნიერი იქნება თუ არ ხდება ეგრე. როდესაც შემოდის ძალიან დიდი რაღაცა ცივილიზაცია უკვე ეგ იკარგება და სხვა რაღაცისთვის, ცუდი რაღაცებისთვის გრჩება თუ ვერ ხვდება. მე როგორც ქალს გული დამეწყო. ხო, ანუ რა თქმა უნდა, ხა მანდ სარეცხი მანქანა იდგეს, უფრო მაგარი იქნებოდა რა შედარება. თელი ტომი რო სარეცხი მანქანაში რეცხავს. ჩვენ ტელევიზორს უყურებთ ხოლმე სოფელში ადრე ჩვენი მომშობლები რაღაც ეგეთი ისქნებოდნენ, მაგრამ ანუ არ ვიცი რა, ეხა ეგ როგორი იქნებოდა რა რიდან გამომდინარეა, მაგრამ ფაქტი ის არის რომ აი თან ხო ელაპარაკები მაგას რა, ეს გვერდიგვერდ რაღაც სამი კი ხო დაუსვი რომ მაინტერესებდა, აი იქ რაღაც ტანზანიის ღრმა სოფელში, აი 5 შვილი თუ 7 თუ რამდენი შვილი 5 შვილი ყავთ რა. აი 5 შვილიანი დედის გონება სად არის რა, просто მაინტერესებდა რა, ანუ აი რას ფიქრობ რომ ის სიტყვაზე 10 წლის მერე შენ მშობლობაში ვიდეო ნახო, რასაც ვეკითხები მოკლედ რა. და ანუ აი წარმოიდგინე მიუხედავად იმის რომ ტიპებს $50 აქვს თვეში და ეგეთ იმაში ცხოვრობენ, ამ ქალის გონება მაინც მიმართულია და იმისკენ აზრონებს რომ ანუ შვილებს განათლება უნდა მისცეს. ზუსტად იგივეს რასაც მე ვისურვებდი ჩემი შვილებისთვის და მაგიტომ ძალიან მესმოდა მის. ხო, ანუ ძალიან გამიკვირდა უცებ. განა ის რომ შვილებზე ფიქრობს, უბრალოდ ის რომ აი ამ გაჭირვებაში იმაზე რო არ ფიქრობს, რომ რასაც წავიდეს და ხო არის ხა ან მაგის პარალელური მაგალითები რომ ტიპები რავი ხელიდან მიდიან თუ რაღაცა და ანუ მოპარვა და რაღაც ცუდი გზების ცდილობენ, მაგრამ ანუ არა რა ქალი იმაზე ფიქრობს რომ აი განათლება შვილებს მე რა მიწაზე ერთად აღორძინდეთ, სახლი ავაშენოთ, ანუ აი მეგონა რომ სადღაც საქართველოს რომელიღაც კუთხეში ვიყავი და ჩვენიანს ველაპარაკებოდი ისეთი ის ქონდა რა მენტალიტეტი ამ ქალს და გამიკვირდა ეგ იმიტომ რომ სადღაც აი იქ სადღაც არაფერი არ ერთ ცეცხლზე იმაშებიან სასმელს მომეთქი საღოლ რა ანუ მაგარია ხო ეს ქალი მეც ძალიან დამამახსოვრდა და ხო ჩემთვის რაღაცნაირად კიდე დიასახლის ურა ძალიან ის იყო რა ხო ისეთი დიასახლისი იყო რა ხო დიასახლისი იყო თან ეს ზემოსოფელში იყავით ასულები და რაღაცა მონაკვეთები იყო ვცდილობდი რომ ძალიან ისე შორიდან კი არ მეყურებინა როგორც ფილმს წარმოვიდგინე თქვა აი ძალიან ზემო აჭარაშიან სადღაც ესეთ სოფელში გურიაში არის ხოლმე რაღაც ტალახიანი მიწები და აი წარმოვიდგინე რომ ესეთი რაღაც ესეთი სოფლები ესეთი გაჭირვება ჩვენთანაც არსებობს რა და ვფიქრობდი რომ ეხა ეს ადამიანები აი ეს რო ჩავიდა გიორგი რო ლაპარაკობენ მათი სტუმართ მასპინძლობის ნაწილია თუ მართლა ეგეთი ბედნიერები არიან რომ რაშიც არიან იმაში ცდილობენ მაქსიმალურად დადებითი ემოციები აიღონ მაგრამ არა მგონი იმ ხალხს უხარობდეს ხელით სარეცხის რეცეპტს არა ეხა თავისთავად ეხა მაგას მაგრამ ის მაგი პრიორიტეტების ამბავია რა ანუ მაგის პრიორიტეტი ის არ არის იმაზე იდარდოს რო იცი რა ანუ ბედური ცხოვრება ანუ არა რა ხალი ხოძეა რო აი არა უშავს რა რაღაც იქნება მომავლის იმედი და ანუ აი ეგაა მთავარი თორე რა თქმა ხო მებრძოლები არიან სარეცხი მაგარი რო იდგას მაგაზე ბედნიერი ძაბედნიერი იქნებოდა მაგრამ ამ ხალხზე რახან ვილაპარაკეთ შენს კითხავ შენთვის გამორჩეული ადამიანი ვინ იყო აი ამ მოგზაურობიდან მინდა გამახსოვრდა ზოგჯერ არის აი ვისი თვალები ვისი ქცევა ამ ტანზანიაზე მეკითხები ხო ნებისმიერი მოგზაურობიდან აი ბოლო მოგზაურებია ეგეთ იმაზე ვინ მე ორს გეტყვი ეს ქალი მახსოვს და ის კაცი არ ვიცი თარგმანში რამდენად სწორი იყო მაგრამ შენ ეკითხები რომ ბედნიერითი ხართო და ის ეკითხება და ბედნიერი სიტყვა ჩვენთან არ არსებობსო ანუ ცხოვრებაო რა და ვერ მივხვდი ეს კაია თუ ცუდია ნუ ვერ გაიგებ მაგას ხო ხო მაგრამ მინდა ვიცოდე რომ არსებობს სიტყვა ბედნიერება რომელიც კიდე უფრო მძაფრად გამოხატავს ჩემს კარგად ყოფნას თუ უკვე კარგად ვარ რა რაშიც ცხოვრობ და უკვე კარგად ვარ ხო და ეს კაცი ძალიან მახსოვს აი თქვენ ნავში ხართ ერთად შენთვის იყო ვინმე ეგეთი რაღაცა დაგამახსოვდა განსაკუთრებით რაღაც გამო
ვერ ვიხსენებ სიმართლე გითხრა, ესე ვერავის ვერ ვიხსენებ კონკრეტულად აი რომ ძალიან გონებაში ჩამოჯდომოდა, მაგრამ რაც ყველაზე მეტად აი სიტყვა აფრიკაზე აი ხა აი ტანზანიას რომ მე ტყვის ამიერიდან ადამიანი ყოველთვის გამახსენდებიან ის ბავშვები რა. იქ რომ აი საყვალები იყო მოტოთი რო დარბოდნენ და ხო აი ეგ მომენტები რა, იმიტომ რომ მაინც ხა ბავშვია რა, აი საოცრებაა მაგას რო უყურებ და თან აფრიკაში რო ხარ და ეს ფეხიშო რო დარბიან და რაღაცა, ანუ აი სიტყვა ტანზანიასთან პირველ რიგში აი ეგ მოდის გონებაში ჩემთან ასოციაციაში, ანუ ამ ბავშვებთან ასოცირდება ჩემთვის ეგ რა, ანუ მიუხედავად რომ სიმბა იყო მთავარი მიზეზი აქ რაღაც წასulis, ანუ მაინც რაღაცა და ეს ბავშვები ისე მახსენდება რაღაც საყვალად რა. ეს ბავშვები ცოტა სიმბები არიან იქ და იმიტომ ეგეთი საყვალები არის, ეგეთი ის მოდის. Why? და სიმბები არის ხო. ხო. მოკლედ ძალიან ცუდი დილა გათენდა. გავიღვიძე და ჩემი ლეპტოპი, ჩემი ტელეფონი, ჩემი აპარატურა, პასპორტი, ტექნიკა, არაფერი არ არის. ანუ არაფერი არ და Amazon-ზე კითხავ, აპარატურაზე უნდა კითხო. ანუ გაგძარცვეს, რაღაც ჩაგიყარეს სასმელში, ისე რომ მოხვდი საავადმყოფოში და ყველაფერით უნდა გადაგეღო შენი კონტენტი, წაიღეს. გარდა ერთი კამერისა, რომელიც ხელში გეჭირა? არასწორი. კაი, შენ თქვი სწორი ვერსია. დამრჩა მაქედან შტატივი. შტატივი არ წაიღეს? ხო, უნუ ფეხი ქონდა მოტეხილი. გარე ვინჩესტერი იყო, ფილტრი იყო ერთი. ანუ აი მოკლედ ხო, ნუ ეგ დეტალებია რაღაცა, მაგრამ მოვლენა რა მოხდა თვითონ და ხო, ანუ იდეაში რომ მივიდივარ ხოლმე სადმე რა, სადაც მივიდე ხა ტანზანიაში ხო ვიყავი. სადაც რომ მივიდივარ, ანუ მინდა რომ შევიგრძნო რეალურად იქაური მეთქმებოდეს რომ აი ვიმოგზაური აქ ისე. სურას ვიცნობ Amazon-ზე თუ როგორ ჩავედი და ეს სურას იცნობ თბილისში და შენ იცნობ იქაურაში. აი მინდა და შეგრძნების დონეზე სადაც მივიდივარ იქიდან წამოვიღე სუვენირებსაც არ ვყიდულობ რა. ანუ მომაქვს თუ რაღაც სამახსოვროდ მინდა რეალურად აი ხა აჰა მინდა ტანზანიიდან ჩამოვედი ჰაძაბეს ტომისგან წამოვიღე შვილდის არის რა. ოღონდ ზუსტად ის რომელთაც ნადირობენ ტიპები მართლა რა, იმიტომ რომ ეგ რომ მეყიდა არ ექნებოდა ის რაღაც, ხო ხტები? და გამოგატანე ეს აეროპორტი რაღაცა ეგენი არის პრობლემა. იყო წამოვიყე რა, ანუ ესე იგი ამით იმის თქვა მინდა რომ სადაც მივიდივარ მინდა რომ შევიგრძნო ბოლომდე იქაური რეალური ცხოვრება რა. ტანზანიაში ეგრე იყო, ეხა წავედი, გადავიღე სოფლები გადავიღე, ქალაქი გადავიღე და მე მთავარი ის გამოც ჩავედი, ანუ თვითონ საფარი რა. ხო. Amazon-ზე შესაბამისად იგივე იყო, ანუ უნდა გადამიღო ქალაქი როგორია, დღისით, ღამით და მე მთავარი ის ჩავედი. იქაც რო წავალ ხა სადაც მივიდივარ შემდეგ, იქაც იგივე მოხდება რა, უნდა გადავიღო დღისით როგორ ცხოვრობს ეს ხალხი, ღამე როგორ ცხოვრობს და მე ისთვისაც მივიდივარ, ანუ იმიტომ რომ ადამიანს რო აყურებინებ, რომ იცი რა, ტანზანიაში ვიმოგზაურე და შენ არ მაჩვენებ იქ დღე ხალხი როგორ ცხოვრობს ბაზარში რა ხდება და რაღაცა, ესე იგი არაჩვენებ ბოლნე. მე მოგამაქვს ის რომ ვაჩვენო რეალურად რა ხდება იქ რა, მაგიტომ მივიდივარ არატურისტულ ადგილებში, სოფლებში და ეს ადგილებში რა. კი ბატონო. ხო, Amazon-ზე იგივე თემა იყო, რომ უნდა გადამიღო დღე, უნდა გადამიღო ღამე და მე გადამიღო Amazon-ის ჯუნგლები რა. ხო და ეგ რო გადავიღე დღე, ღამე რომ უნდა გადამეღო, აი მან მოხდა მე ყველაფერი რო ვეღარ გადავიღე ვერც ღამე და Amazon-ში. ხო და აი მაგას გიკითხები რა მოხდა? ხო, ანუ დღის რო ვიღებდი ამ აპარატურით რაც მქონდა, ხო, ეს გადაკიდებული მაგ აქეთ ფოტოაპარატი, აქეთ ვიდეო აპარატი და ვიღებ რაღაცებს რა. გადავიღე, შეიძლება წამოვიდი სახში, უნდა გადამეღო მე კიდე უკვე ღამის თემა, მაგრამ შემეშინდა მაინც ახლა, იმიტომ რომ სადღაც რომ მივიდივარ ხო წინასწარ ვიძიებ რა, სად მივიდივარ, რას ვაკეთებ, რაღაცა იქ ChatGPT-ს ვეკითხები, ინტერნეტში ვიძებ რამდენი საშიში არ არის, საშიში ისა და ნუ საკმაოდ კრიმინალური ის იყო დახასიათება ამ ეკვადორზე რა, მაგრამ რო ჩავედი ხა ამ ეკვადორში. რა ვიცი ის არის რა, ანუ მოლები, KFC, McDonald's-ი, ხალხი მიდის, მოდის ამ კიტოში რა, დედაქალაქში სადაც მე ვიყავი უბანში და მეთქი რავი რაღაცა მითი ალბათ რომ ის არის რა ქვია კრიმინალური, იმიტომ რომ აშკარად ხალხი მოძრაობს და ანუ რაღაც მე მეგონა რომ რომში ვიყავი თუ რაღაცა რა, ეს შეგრძნების დონეზე და ანუ მოკლედ ანუ ეს რაღაცა რისკები რატო დაწონე, ანუ უსაფრთხო გარემო ჩანს ხო, იმიტომ რომ ხო მაგას ამბობ რომ შენ რომ მოლოდინი გაქრო ჩადიხარ რაღაცა კრიმინალში გონე რაღაცა ჩადიხარ და მოლებში და რაღაცა Apple Store-ები არის და რა ვიცი ანუ ჩვეულებრივ იმაში იჭდები არ გეკარგებას თუ ისე რა ხო და ღამე რომ და გადამეღო ვიფიქრე რომ ანუ ადგილობრივი წინადღე ვისაც უღებდი და ვისაც შევხვდი ეგ რომ მეთქი ერთად წავიდეთ ერთად გადავყუტე შემეშინდა რომ მეთქი მარტო რომ წავიდე მეთქი რა იქნება როგორ იქნება მაინც ღამეა რა და მეთქი ჩემ აპარტამენტი მაქვს დიდი იქ მეთქი ესე მოუწროპლოთ გავისვენთ ერთმანეთს დავიძრებით ამათთან ერთად ვიქნები შევიფუთები თუ როგორც არის რა დეტალურად ვისაც უნდა ნახავს Amazon-ის ვიდეო მიდევს ყველაფერი YouTube-ზე სადაც ყველაფერს ბაზრობებში რა კი მეც მაქვს ნანახი ხო და მოკლედ ანუ ეს ტიპები გაიცანი და დაპატიჟე შენთან აპარტამენტში ხო რომ მეთქი ესე შევერებით წავალთ ერთად მაგრამ ანუ სახში რომ ვწროპლოთ რაღაცა უცებ იცი ვიღვიძებ უკვე აზრზე არ ვარ გონებაზე აპარატურა სახში აფერი არ დევს აი ესე ვიღვიძებ ძირს ვეცემი და შევ მივხვდი რომ დამენძრა მოკლედ რა ცუდად რო ვთქვა ხო
ხო და მე ეს გიდიც რომ მოვიდა რაღაცა ანალიზები გავეკეთეთ 3 დღე რაღაცები არ მახსოვდა რა წარმოიდგინე რა ანუ 3 დღე რომ რაღაცები ანუ აი სახლიდან ხო მირეკავეს სალი მირეკავს რაღაც ხო მეკითხება ეხა მე აქვს ახლა ვზივარ და გითხრა რომ სად ვარ ანუ არ მახსოვს რატო ვარ აქ რა ვინ ხარ თუ ეს რა არის რას წერთ გადაცემაში ვარ აქ რატო ვზივარ აი ეს რაღაცები მემართებოდა რა იმიტომ რომ იმდენად ისე იმოქმედა ალბათ იმ რაღაცა რა ვიცი აი ყო რა რაც ამოვიდა პასუხი non drug substance რა ანუ ესე იგი კიდევ კარგი არის ყო რაღაცა ისეთი ნარკოტიკული საშუალება რომ შევა ვერც გადავშენილიყავ თუ რაღაცა და იმ აპარატუროსაც დაიკარგა საერთოდ არ ვჩვევი მართლა რეალურად იმ მომენტში რა თქმა უნდა ეხლა ძალიან ემოციური იყო $30000 აპარატუროს რომ თან ახლა Amazon-ზე რომ მივიდოდი როგორ ის ქონდა იცი რომ ანუ აი რაღაცა დიდებული უნდა გადავიღო თუ რაღაცა და ყველაფერი წავიღე თუ კი რამე მქონდა დიდი პელიკანის кейსი მაქვს კიდე მეორე ჩანთა მქონდა და ძალიან დიდი აპარატური წავედი რა იმიტომ რომ კინო უნდა ჩამომეტანა თუ რაღაცა ხო აი ეს ტიპები რატო რა ვერ გავიგეცი ეს ტიპები დაპატიჟე მივხვდი რომ შენი იქაური ხალხის გაცნობა ხო იმიტომ რომ აი ქართულ ჯიგრულ პონჩი რომ მეტა ხო კახეთში რომ ჩაფუძვდი ხო აი ლაგოდეხში მეგონა ვიყავი რა მე აი და რაღაცა გავიცნობ ფოტოები გადავუღე ანუ აპარატში ჩვენ ვათვალიერებინებდით ან ამ ფოტოებს მეთქე აი ესეთია რაღაცა კიტოზე ბაზრობით საქართველოს ბაზრობით და ანუ ამ მოწრობის და უცებ აღარაფერი აღარ მახსოვს თავდება რა აპირებდი წასვლა ხო იმიტომ რომ მარტო ვერ წავიდოდი რა ღამე უნდა იარო ქუჩებში ხა კამერა უნდა წაიღო ხომ და გადაიღო ღამის ცხოვრება და ხა ღამე იარო კიტოს ქალაქში გადაკიდული აპარატით რო არ გადაიკიდო ჩანთაში გადო ჩანთა მაინც ხო ჩანთა მისამიზნედ იჩდები რა და მეთქი რაღაცა ერთად წავალთ ანუ აი კარი გავუღე მეთქი მობრძანდი წაიღეთ მომკალით აი ეგავაკეთე რა ჩემი შეცდომა ბაზარი არა მაგას ვინ ამბობს მაგრამ ნუ შენი შეცდომა რა იყო ჩემი შეცდომა იყო ის რომ ეგეთი ტიპი ვარ მიმდობი ტიპი ვარ მიამეტი ტიპი ვარ და ალალად აი რაღაც კიტოში მიდიხარ და ანუ ვიღაცას იმაშვები რა დებილი ვარ კაროჩი რა მოკლედ ვთქვა რა ანუ ეგ ჩემი გამოცდილება იყო ეგ რა მაგრამ შეცდომა ყველას მოდის ცხოვრებაში კაცო ეგ მაგაზე მთელი ბანკები მაგას გვეუბნებიან რომ შეცდომები მოსულა და რაღაცაო და დაუჯეროთ ბანკებს დასხეულიყავი ქონდა დასხეული არა დასხეული მქონდა ის ლარი როგის დღეში გაკეთებული კი მაქვს მაგრამ რა ვიცი ხა მე $30000 პატროს ვირას მოგთხოვს როცა თან შენი ის არ არის რა ქვია ეგ ხო არ შემოამტრე ეს სახლი და ხო არ იმას კეს გამძარცვეს თუ რაღაცა ეს უბრალოდ ისე მოხდა რომ უბრალოდ ხო მომიშორეს და წაიღეს ან ხო აფიოროს რა შეძახიან ამას ბლეფში თუ რაღაც ყულში ხო რა მოკლედ ეხა ეგ რომ შემოენგრია ვიღაცას და დავეჭერი და რაღაცა ბაზარი არა შეიძლება და რაღაც მომختارიყო მაგრამ ეხა ესეთ იმაში არ გამოდის ეგ მაგრამ კარგია რომ გადარჩი და რამე სხვა შეხება მაგ $30000 პატატოს ეგ კიდე თავიდან ვიყიდე უკვე და კიდე მეცაც ვიყიდი მაგრამ თავარი ის იყო რომ ანუ მან გავიაზრე როგორ რაღაც იცი რომ ანუ აი ანუ აქვარ რა ანუ ცოცხალი კიდე ჩავალ ჩემთან ჩავეხუტები თუ რაღაცა ანუ აი ეგ რო კიდე შანსი რო არ წამერთო ამ ცხოვრების რა ანუ რა სიძახი ხმა უკვე საერთოდ სხვა გამის ფიქრები რა ეს აპარატურა კი არა რავი რა ანუ პირიქით ანუ ესე მგონია რაღაცა თავიდან შევაფასე თუ რაღაცა თავიდან დავაფასე უფრო სწორედ სიცოცხლე რო ანუ შეიძლება დამაძინებელი რო დალი ერთი ჭიქა ხო შევა ანუ მაგაზეც მოგივიდეს რაღაც ისეთი რო ანუ ვეღარ გაიღვიძო თუ რაღაცა არ ვიცი ხა მედიცინაში ვერ ვერკვევი მაგრამ ანუ რა ვიცი წვენი რო დალიო 200 ლიტრი შევა მაგალითს მოკლას ხო ხა არ არის უცებ რომ ნარკოტიკი ჩაგიყარო დამაძინებელზე შეიძლება და რომ არ გამეღვიძა ანუ იყო მაგის შანსი რომ ანუ საერთოდ არ გამეღვიძა მოკლედ რა როგორ არა ხო შენ რაღაცა დოზებს კი არა მიშეკიჩევდა ხო ანუ ეგ არის რა შანსიც მოეცა რაღაცა ჩაყარეს თუ ჩაგიყარეს და ივისკრეს ხო ანუ დეტალურად მაგებში ვერ ვერკვევი მაგრამ ჩემი წარმოდგენით ეგ იყო ჩემი შანსი რომ ანუ აი შეხედე რა ანუ რაღაცა ღმერთმა ითხრა რომ ანუ იცოცხლე კიდე რა და დააფასე და ზუსტად ეგრე ვარ რა იმის მერე სხვანაირად უყურებ რაღაცებს რა ხო აი კიდე მანამდე თუ ფიქრობდი რომ ეს ოცნებები უნდა აიხდინო რაღაცა ეხა საერთოდ არ მინდა სახში გაჩერება თუ რაღაცა რა იმიტომ რომ მგონია რომ ხო აი რაღაცა ეს შეება რაღაცა უცებ რატო მე ვნახე ეს ვიდეო იცი რა მითხარი YouTube-ზე იყო სხვადასხვა შეფასება ვიღაცამ დაგადანაშაულა რომ არიყავი რაღაცაში მართალი დადგმულია არ არის გულწრფელი რა შეიძლება რატო უნდა დავდგა ადამიანმა რომ მომპარეს რაღაცეები არ ვიცი და რატო გამოიწვია ეს ყველაფერი დღემდე მე არ მესმის რატომ შეიძლებოდა ეს დამედგა აი მე არ მესმის და მაგრამ აი ლოგიკა თუ მაინტერესებს აი რაღაც მიზანი ხომ და კონდეს დადგი ანუ აი დავდგი რაღაცა კარგს დავდგავდი რა ვიცი ანუ რამე ისეც დავდგავდი რაღაცას არ ვიცი რაღაც ხო შევა თუ დადგა რაღაცა რატო უნდა დადგა რომ რაღაცა მოგპარეს აი ახსნა არ მაქვს რა ანუ ეგ ჩემი აზრით ხოდა ვინც მე ბოლომდე ვერ ჩავყევი ამ ამბავს იმიტომ რომ არ მინდოდა ვიღაცის წარმოდგენებით მოვსულიყავი მინდა რომ ხო შენ გელაპარაკო და ანუ ეს იქ მივდივარ რომ მეც ხო YouTube-ზე ახალი სავარ და ანუ ეს YouTube-ის კონკურენციაა და ეს მაგაში გადანაშაულებდნენ რომ შენ ამბავი მოიგონე რომ დახვადი ყოფილიყო ეს ეგ შეფუთა რომ ანუ იცი რა აი ძმო პიარი გინდა შენ თუ რაღაცა ანუ პიარი არც მაყდა რა ვიცი ანუ პირველ ვიდეო და YouTube-ზე ანუ ეს
ეს ევროტურის ვიდეო რო დავდე, კომენტარებში ტიპები წერდნენ, რომ ანუ ამას უფასოდ უყურებ, მიტყდებაო რა. ანუ ზღაპრული შეფასება, აი კომენტარები წაიკითხე მე მაყურებელმა წაიკითხო შეუძლია დრო თუ ექნებათ. რეებს კომენტარებში რა, ანუ და არჩემის და როგორი ის იყო შეფასებები რა, ანუ აი წარმოუდგენელი შეაღწა ახალი საფეხური იყო ეს YouTube-ზე და ახალი სიტყვა თქვი და ხო არ გადავრა ხარისხი და რაღაცა და ანუ აი მაგას მოყვა მე ყველაფერი რაც მოყვა რა, რომ ესე იგი ვიღაცებს არ ესიამოვნათ რა, ეს აბა სხვა ახსნა მე არ მაქვს, რა ვიცი ხა. დავდგი რა რაში მჭირდებოდა დადგმა, ეგეთ რაც დავდგი და რაც გადავიღე, იდეალური ვიდეო იყო და ხალხმა შეფასება და დღემდე უყურებს, აგერ 7 ვიდეოში 92500 გამომწერი მყავს უკვე და ვისაც აქვს აღქმის უნარი და ესე ვთქვათ, აი კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, ანუ აი ის კატეგორია ადამიანების, ვინც იმ კონტენტზეა გაზრდილი რა, ეს რაღაცა TikTok-ზე არ ვიცი ხდება თუ არა, ეს რაღაცა მარწყვირო ბანანისგან ორსულად არის და ის რაღაცა სიგიჟეები რა. გამიგია ხო, მაგრამ ეგ ჩემი მოყურებელი ეგ არც მინდა რომ იყოს, გამიგე? ეგ ჩემი მოყურებელი არც მინდა რომ იყოს. აი მაგის მოყურებელი მე არც მინდა რომ მიყურებდეს, რა, იმიტომ რომ ის არის საერთოდ სხვა რაღაცა. მე მინდა მიყურებდეს ანუ ადამიანი, ვისაც შეუძლია მიიღოს ესთეტიკა რაღაცა ცოტა სიღრმისეული რაღაცები, ანუ ეს არის ჩემი სამიზნე აუდიტორია, ესე ვთქვათ და ეხა ვიღაცა მიქ რაღაცა ეგ გვიკვირს რომ საქართველოში რომ რაღაცებს შეუძლეთ აი ესე გააშაუნდა რაღაცა, ეგ რა ვიცი, მე მაგალითად არ მიკვირს და ეგ დიდად ყურადღებას არც ვუთმობდი აქამდე, მაგრამ ხო, მაგრამ ეს რაღაცა იციან დაახლოებით რომ ესეთი თამაშის წესიც არსებობს, რომ მე შეიძლება რაღაცა ამ ნახვებისთვის რაღაცა ამბავი მოვიგონო და არ მოვიგონებიათ, აი გინდა YouTube-ზე არ დაუდგამთ, ანუ აი ზოგი სურო დამედგა, ანუ ზოგი პირიქით სხვანაირად წარმოგე მორალს გიკითხავენ ტიპები, ვინც საერთოდ ყველაფერს დგავენ რა, ანუ აი მთელი ცხოვრება დადგმული აქვთ რა და ანუ რა ვიცი ხა იგინებიან ჯერ ამოდიხარ და ვიცი რომ ბავშვი გიყურებს ან რაღაცა ადამიანი გიყურებს ეგ ბოდიში და შეიგინები იმას, ანუ ეგ მე გამოდი და შენ მორალს გიკითხავს რა, რომ შენ ეს რატო დადგიო. პირველად რომ მოხდა ეგ ამბავი იქ რო ვიყავ ეკვადორში რა, მაშინ დაიწყო ეს რაღაც ისენი რომ აი ეს თორებზე რაღაცებს დებდნენ და ანუ აი იქ ისეთ ემოციურ მდგომარეობაში ვიყავ, რომ აი შანსი არ იყო იქ რომ მე გასაგები. აი რა მჭირდა იცი რა, რო იცი რომ გადარჩი და ჯერ კიდე რო ვერ იხსენებ, აი გუშინა მოხდა ეხა რა ხდება სალგი რეკავს, მე შენ ურეკავ და რაღაც იგივე ესე კითხები რაც წეგან კითხა, ანუ აგონიაში ვიყავი რა, ეხა სადღაც ხარ წამეს სამხრეთ ამერიკაში, რაღაც სიკვდილს გადარჩი და შენ ეხა აქ ვიღაცა რაღაცას გეღადავება წარმოიდგინე და ანუ ისეთ აფექტში ხარ რომ უეჭველი ხარ სტორებში რაღაცა აი ხა დღეს მაგრავნანო მაქვს სტორებს რაც დავდე რა, ანუ განა იმას რასაც სტორებში ვამბობ, უბრალოდ თვითონ მაგ მოქმედებას რომ სტორები დავდე რა, ამ სტორებში მე თვითონ ჩანო ვიდეოც ვიღებ რაღაცებს ბაზრობ ხონთ გამწარებული და აი ტირილამდე მივიდივარ თუ რაღაცა რა, იმიტომ რომ იქ იმდენად ისეთ ემოციური ტიპი ვარ და ხა კიდე იქ იმ მომენტში ავი რა და მე უკვე რო ცოტა დავწყნარდი და ის დაულაგდი, მე გავიაზრო რა, შეხედე რა ვინ გებრძვის რა, შეხედე ტიპებს რა და დღემდე მაქვს შენახული სკრინები რა, აი ვაფშე ყველა სკრინი მაქვს თუ კი ვინმეს რამე სადმე. იმიტომ რომ შინაგანად გრძნობ რომ პასუხი გასაცემი მაქვს. ოღონდ ველოდები რაღაც მას რა, აი შინაგან მდგომარეობას ამას გავაკეთებ რა. ანუ თუ გავაკეთებ, ისე გავაკეთებ რომ შეიძლება დაიღუპოს ვიღაცეები რა. ოღონდ ცუდი გაგებით კი არის ესე, ანუ შერცხვეს უბრალოდ რა ადამიანს იმის რაც გააკეთეს რა. მაგრამ მაგას თავი რომ დავანებოთ უბრალოდ არ მინდოდა რომ აი ის ყოფილიყო რაღაცა ბეთლი რა, TikTok ლაივებში ერთმანეთს აგინებენ, მაგას დამსგავსებოდა ისა. მაგრამ გაწყენინეს როგორც ჩანს, დღემდე რო გახსოვს დღემდე მე აბა რა შინაგანად აი ეგ ცალკე აი გულშერ ცალკე ნაწილი ოთახია, ეს პატარა კარია, სადაც შიგნით ეს ყველაფერი ინახება რა, ბიხურული ეს კარი. ხო აი ცალკე არის დღემდე არის ეგ რა, და მაგაზე გრძნობ რომ ანუ რაღაცა უნდა პასუხი მაგასაცემი რა. როგორც ერთმა ადამიანმა თქვა, რომ ის როდესაც რაღაცა საჯაროა, იმაზე კომენტარის დაწერის უფლება ყველას გვაქვს და შესაბამისად პასუხს თუ არ გაცემ ესეთ და გაცემ ესეთ შენი გადაწყვეტილება და ეს ყველაფერი უბრალოდ შენს მორალზე გადის. გინ დაწერე ხა კომენტარი და გინ არ დაწერო რა, ამიტომ ხო. შენ თუ მოიცალე რომ იურიდიულად მართლები არიან თავისი აზრის გამოცდილება აქვთ, მაგრამ აი მორალურად ადამიანურად ძალიან სხვაგან არიან რა. თან მით უმეტეს ამ სფეროში რო ხარ ალბათ ხო არ ვიცი ვერ. თორე ეგ მანამდე სახმაქანა ხო დამილაწეს. ხო იყო ეგ მომენტი რა. ეგ რატო არ იყო დადგმული? თუ მაშინ YouTube-ზე არ ვიყავი და ესეთი კონტენტი არ მქონდა ჯერ რაღაც. ანუ ესე კი მაინც არის ის არ იყო და მე რო და მე იქნება და მე დავლეწე ეგ სახმაქანა მე თვითონ და აი მე იმას ვიძახდი რომ იცი რა სახმაქანა დამილაწეს რა. მე მაშინ რატო არა? ესე იგი მაშინ YouTube-ი არ იყო და არ ჩანდი და ეს არ შევქმენი რაღაცა ახალი ლეველი თუ რაღაცა, ანუ ეს და ძალიან ბევრი ესეთ აი ვიბაზროთ რა, ვისაც უნდა მოვიდეს ვიბაზროთ ხა. აი ესე ვიდეოები ვწერო და რაღაცა, ანუ ამ ეტაპზე არ მაქვს მე განწყობა, იმიტომ რომ აქ სინემატიკური სხვა რა ოცნებები ისინი მაქვს შესაქმნელი მაქვს ფილმები და ხა არც არის ამაზე რომ როდესაც რაღაცას აკეთებ, ძალიან ბევრი ადამიანი
არა, მეც სწორად მინდა ვთქვა, არც ეს იუთუბერობა, არც ეს ტიკტოკერობა, არც ეს ინფლუენსერობა ჩვენ არ გვისწავლია სადღაც. და ეს მოვიდა რაღაცა პრაქტიკაში. მე მომწონს რომ ჩვენ საქართველოში ვისწავლეთ, სულ მაგას ვამბობ რომ ანუ მე მომწონს რომ ხალხი ცდილობს დასაქმდეს, იშრომოს და თავისი შრომით, შეცდომებით, ცოტა რაღაციდან გადახვევით თუ ცოტა ხანდახან უგემოვნოთ ან გემოვნებიანი კონტენტის შექმნით, სწავლობს ალგორითმს ამ YouTube იქნება, TikTok-ი თუ Instagram-ი. ანუ ამის უფლება ყველას აქვს. ხვალ შეიძლება ვიღაცამ დაიწყოს ჩვენზე ძალიან კარგი და რა თქმა უნდა ძალიან კარგი უნდა დაიწყოს ხო რა ვიცი მე პირადად არ მგონია რომ ვიღაცა რაღაცა და შეადაროს რაღაცა ჩემს მიერ შეგმე კონტენტს ღმერთო ჩემო არც იდარდო მაგათი ჯოჯოხეთ ცალკე ადგილებით ერთმანეთს ადარებს ვიღაცებს ხო და აი მე არ აღვიქო მაგას ზაფრად მე აღვიქო მაგას მუშაობის პროცესად მე გამიგია რომ თქვა ჩემს დადებულ ფოტოებზე და ვიღაცებზე მინახავს ვიღაცების სკრინები რომ აი აუ რაზდებს და რაღაც 1-5-6 წლის წინ და ძალიან გაუჩერები ვარ ამ ყველაფერს და ძალიან მეტკინა ჩემს სკულშიც იყო იმ ადამიანების ოთახი მეც ეგ ტიპი ვარ რა ხო მეტკინა იცი რატო ხო ჩემში ხო მე რატო მეწყინა იცი ეს არ იყო ჩემი პროფესია და მე რატო ხომ ვარ ეს არ არის ჩემი პროფესია და ანუ მე ვარ ის ადამიანი რომელმაც ჯერ თეორიულად უნდა ისწავლოს მე პრაქტიკაში გადაიტანოს და ეს ხერხემალი მჭირდება იმიტომ რომ პერფექციონისტი ვარ შენ ხარ პერფექციონისტი მანდ რო გადაჭეკ ხო და მაგიტომ გეწყე იმიტომ რომ შენ თვითონ როცა გაქვს ცოტა ეჭვები და იდეალური გინდა და შენ ამისთვის ყველაფერს აკეთებ რომ მაქსიმალურად იდეალური გააკეთო და ვიღაცა რომ რაღაცას ძალიან არ გპატიობს და კიდე დაუნდობლად ცოტა დაგცინის ძალიან გულსატკელი ხო და მე მესმის მაგრამ გააღეკარი და განიავ ეგ ოთახი ჩემი ჩემი მომენტს ველოდები რომ ეკარი უნდა გაიღოს რა უეჭველი გაიღება ეკარი უბრალოდ შენ და გაღვეკარი და დაიგდო განიავ ეგ ოთახი და აპატიო ვიღაცებს იმიტომ რომ საერთოდ უბრალოდ რა არის აი ეხა შენ არა მე რო ეხა წამოვდგე რა აი ხა უბრალოდ აი ხა ხედავთ აი ხა რო წამოვდგე და ანუ აი უცბად დავეცე რა ხო აუ არის რატო დავეცე უბრალოდ წამოვდექი და წავბორდიქი და დავეცი რა ანუ შენი როგორც ადამიანის რა რომ თუ კი ადამიანს სუფთა შინაგანი სამყარო აქვს და არ არის რაღაცა ეს ბოროტული ენერგეტიკით სავსე ხო ანუ მე შენი პირველი რეაქცია და მე ვიკივლებ ხო აი შენი პირველი რეაქცია არ ვარ პასუხისგებელი ხო აი შენი პირველი რეაქცია ხო ის იქნება რომ უცებ აი ანუ რაღაცა რა ეგრევე პირველ რიგში იმაზე ხوار ფიქრობ რომ ამან ფეხი აქ წამოკრა თუ მართლა დაეცა თუ თავი დაიგდო ანუ პირველი რეაქცია ადამიანური რეაქცია შენი ხო არის რომ ჯერ მოიხმარ ანუ დააყენე თუ რაღაცა და ქუჩაში რომ დაეცა და ანუ იმ შემთხვევაში რაც მაშინ მოხდა რა ანუ პირველი რეაქცია ტიპების ის კი არ იყო რომ ხო არ ხადობ რა მოხდა თან ანუ როცა იცი რომ შენი ახლობელი მინიმუმ იმას კითხე მინიმუმ მომწერე რა ანუ აი მინიმუმ მომწერე რომ გვეღადავები თუ რასაკეთებ რა ანუ არა პირველი რეაქცია შენი ის რო არის რომ გამოდიხარ სტორით და ანუ აქ უკვე ბევრზე მეტყვე ბევრ რაღაცას ამბობს ეს ელემენტარული რაღაცა იმიტომ რომ პირველი რეაქცია ადამიანის ბუნებაში ეგ არის რომ თუ რაღაცას ხედავს რომ ისე არ არის როგორც უნდა იყოს და ადამიანი უნდა იდგეს და უცებ აგდია პირველ რიგში ეხმარება და მე არ ვკო შენ ფეხი წამოყარი თუ თავი მოიმკვდარი თუ რა გააკეთე მით უმეტეს აი ეგ ყოველთვის ისტორიულ პრობლემა მქონდა ეგ ქართველებს რომ ანუ შენ თუ შენი აი როგორ თქვა რა ანუ აი შენ თუ კარგი გინდა შენისთვის ანუ კი ცუდზე უნდა მიუთითო მაგრამ ჯერ მოდი უთხარი რა ანუ ისე უთხარი რა ანუ იცი რა გეშლება რა მოდი გამოასწორე რჩევა მიეცი სულ რო ბოროტი იყოს ხო რჩევა მიეცი ხო ისე მიუდექი აქედან და რაღაცა გამოიჩინეს მაგრამ არა შენ რო გამოდიხარ ეგრევე ეს საჯარო სტორებში და აი რაღაცა ხო უკვე ეგ მეტყველებს იმაზე რომ შენ შინაგან რაღაცა პრობლემები გაქვს რა ანუ შენს სულიერებასთან ადამიანობასთან დაკავშირებით ვერ ხარ რაღაც ისე როგორც უნდა იყო იმიტომ ეგრეა რა ესე მგონია რა კი ბატონო ხო და აწყენინეთ მოკლედ ამ კაცს გული ატკინეთ რაც ხო დამჩაგრის ადამიანურად ძალიან ის არის ხო ცუდია მაგრამ მედი მაქვს რომ მე ყველაფერი ნებისმიერ თემაზე ეს აკომენტარები ხომ აქედან 85% აი ნახვები ექნება ხო 85% ხო ჯერ რაღაც სიგიჟეები არის რაღაცა საერთოდ რო რაღაცა არც კი ვიცი თუ ნამყოფი ვარ ეგეთ რაღაცებს წერენ და ისტორიებს მაგრამ აი ერთი ადამიანი მაინც მოვიდეს აი პროსტა ერთი ადამიანი მაინც მოვიდეს აი ესე დავსხდეთ კამერა ჩავართოთ, ოღონდ არ გავთიშოთ რა ვაფშე ქათის გარეშე. ერთი ადამიანი მაინც თუ მაგას ახსნის ან დაამტკიცებს რომ ეგ აპარატურა არ დამიკარგავს. ანუ თუ კი რამე სოციალურ ქსელს ყოველთვის ხო გავაუქმებ. ეგრევე იმავე გადაცემაში რა, აი ესე პირდაპირ delete. და ჩემს ახმაქანას კიდე თუ უნდა წაიყვანოს რა. ერთი ადამიანი გამაი ხო ამდენი წერდნენ კომენტარებში რაღაცებს Amazon-ის ვიდეოში. ერთი ადამიანი მოვიდეს, აი საჯაროთო ბრავ, ერთი მოვიდეს, ერთი ადამიანიც თუ გამოჩნდება ვინც ამას მესიზავს ახსნის და დაამტკიცებს.
ვაფშე ყოფს ვაუქმებ რა. აი აქვე ვიტყვი ნახოთ, აბა ადამიანურად. ვერ გამოჩნდება, შანსი არ არსებობს მაგის. ამ სამყაროში მაგის შანსი არ არსებობს. ანუ მე როგორც ვიცი, იქ აქცენტი იყო ერთ სტორიზე, რომელზეც გაბრალებდნენ, რომ ტექნიკა ჩანდა იმ ვიდეოში. ხო, ეხლა უყურე, თვითონ აი პროსტა გიждები რა არგუმენტიც მოყავთ, თვითონ მაგ არგუმენტითვე თავენ თავს ესე ანიავებენ რა ტიპები რა. ჯერ ახლა ანუ აპარატურას სტორიში რაც ჩანს, თუ მაგას კარგად დააკვირდები და თუ ცოტა ინტელექტი გაგაჩნი ადამიანს, შეგიძლია მინიმუმ, რა ვიცი, უბრალოდ კითხო მეგობარს, ვისაც გადაღებაში ხება, ეს რა კამერაო რა. და გეტყვის ეს არის Sony A7 IV, თუ ზუსტად არ მახსოვს რომელი მოდელი იყო. მერე შენ შეგიძლია იკითხო მე რა კამერა მქონდა. აი კითხვა რომ უბრალოდ შემოხვიდე ჩემს Instagram-ზე და ნახო ნებისმიერი სტორი სადაც კამერები მიჩანს. მთელი ცხოვრება ვიღებ FX3-ით, რომელიც საერთოდ სხვა რაღაც კამერა არის. ეს საერთოდ სხვა რაღაცა არის. მინიმუმ მაკედან უნდა მიხვდეს ადამიანი რომ ის სხვა კამერაა საერთოდ რა. და მე ის კიდე მეორე რომ თუ ანუ ამ ხელა რაღაცა თუ დავდგე იქ ის დავიქირავე ვიღაცები რომ ეს ჩემი აპარატურა გაეტანათ ის დავაორგანიზე ანუ აემდენი რაღაცა ვიჩალიჩე და იქ ნავში სულ ერთი კომანდა ვიყავით ვისთანაც ერთად მოძრაობდით და ვხედავდი ყველა რო სტორებს იღებდა აი იქ თურმე ვერ დავაორგანიზე ის რომ იცი რა მოდი სტორიში არ გამომაჩინო რა ანუ კი არა მე თვითონ რო სტორებს ვიღებდი იქაც მყიდია ეს კამერა ანუ ელემენტარული ლოგიკა და ინტელექტია საჭირო იმისთვის რომ მიხვდე რომ მე თუ ეს კამერა გადაკიდებული მაქვს იმის მერე რაც ჩემი მთქვა და ვაჩენ ესე იგი პრობლემა არ მაქვს ამის გამოჩენასთან იმიტომ რომ უბრალოდ ვიდეოშივე ჩანს როგორ მივდივარ მე და გიდი ფოტოგრაფთან რომელიც გიდმა მომიყვანა და როგორ ვქირავ ახალ აპარატურას რომ ჩემი ოცნება ისთვისაც ჩავედი დრონს და აპარატი რომ გადამეღო ანუ ძალიან მარტივია რავი ეკვადორია ფოტოგრაფი ყავთ იქაც იღებენ რაღაცებს და გიდმა დამაკავშირა გასაგებია იმიტომ რომ აპარატურას დავკარგე მინდოდა გადამეღო კარგი რაღაც. შესაბამისად კარგი რაღაც რომ გადამეღო, როცა აპარატურა არ მაქვს, რა უნდა ქნა? უნდა იქირავო. იქირავო, ხო. რავი, აი. მე ძალიან ეს როგორია, აი პროსტა, რავი, თუ არ ვიცი, აი ლოგიკას საერთოდ შორს არის ყველაფერი ჩემთვის რა. გასაგებია. გიორგი, სვანეთზე უნდა კითხო. ნიკო ფალიანი, ალპინისტი, სამთო გამყოლი. მისი ტრაგიკული ამბავი ალბათ მთელი საქართველოსთვის ძალიან ძიმე იყო და ყველამ ძალიან განვიცადეთ. კი. აღმოჩნდა რომ შენ გაქვს გადაღებული ისე რომ არც კი იცოდი იმ მომენტში რას იღებდი რა გულისხმობ რა გახდებოდა ამ კადრებში რა ხდებოდა მართლა ის იყო ისი ბოლო წუთები ძალიან ხო უკანასკნელი გზა ასე გამოდის რა აი ვეთქენდე ეხლა ბურზგლავს კიდე რა სულ ბურზგლავს მაგ თემაზე როცა სადმე ვილაპარაკია საახლობლოში ესე რომ ანუ მაგ დროს ვიღებდი სვანეთზე ვიდეოს რა სვანეთში მოგზავ სვანეთზე გაკეთებული ვიდეო ის ასევე სინემატიკურ ჟანრში და ძალიან ვამაყობ მაგ ვიდეოთი იმიტომ რომ სვანეთია რა და ერთ-ერთი ეპიზოდი როცა მოგზავრო ხოლმე საქართველოში ყოველთვის ვიღებ ხოლმე ღამის ცას რა ძალიან მიყვარს ეს გალაქტიკას ვარსკვლავური მოძრაობა რაღაცა და ერთ-ერთი ღამე იყო რომ ეგ უნდა გადამეღო რა მაგრამ სანამ იქ ავიდოდი დამავიწყდა სახელი საიდანაც ვიღებდი უშბას რა თა არის მოკლედ საიდანაც ჩანს პირდაპირ უშბა მაგრამ ამ თაზე საერთოდ არ იყო დაგეგმილი გადაღება ამის. უნდა გადამეღო რომელიღაც ტბიდან, სადაც რომ მივედი, ისეთი აურა იყო ღამე რაღაც სიბნელა შემეშინდა. წამოვედი. მე რაღაცა, ანუ საბოლოო ჯამში, ანუ ერთი 7 ჯერ შეიძლებოდა რომ მომختارიყო გზა ისე წასულიყო რომ აქ არ აღმოჩენილიყო. ეს არ გადაგეხო. რომ აქ არ ვიქნებოდი იმ მომენტში. მაგრამ რაღაცნაირად ისე დავაგდა რომ მაინც და მაინც აქ აღმოჩნდი რა. ნუ ბოლო ვარ ეხლა აქ ამ წვერვალზე, ეგეც ყველაფერი ჩანს არის იმ ვიდეოში სადღა როგორ ვიღებ. და ანუ რომ ვიღებ ხოლმე გალაქტიკას ამ გალაქტიკის გადაღებისას კამერას ვდგავ, რომელიც იღებს ფოტოებს რა ესე 30 წამში ერთხელ აი ესე იღებს და მოკლედ. მე რა ფოტოებს ერთმანეთზე მიეთხოვე, გამოდის ვიდეო რა აჩქარებული. და იმ მომენტშიც ანუ იქაც რო ვიყავი, ვიღებდი ჯერ ამ მიმართულებით, მე აქეთ, მე იქეთ. და მაინც უშბაზე რო დავაყენე იმ მომენტში, ჯერ ის რო გადამეღო ხო შეიძლებოდა და არც გამოჩნდებოდა ეს ყველაფერი. დავაყენე მოკლედ უშბაზე ეს კამერა და ვიღებ რომ უშბის ფონზე ეს გალაქტიკა მოძრაობს რაღაც ხაპარია და თან მეც იქ ხარ და თან ამ დროს ვერ იძინებ და ტკბები ამ ყველაფრით უყურებ აი ამ რაღაცა საოცრებას თან კამერას აკონტროლებს და ანუ ჩვეულებრივ არაფერი რა ანუ გადავიღე უბრალოდ გალაქტიკა ძალიან ვამაყობ ბედნიერი ვარ წამოვედი და უკვე დადგა მომენტი ვიდეოს მონტაჟის რა და ვამონტაჟებ ვაკეთებ ამ ფოტოებს, იმიტომ რომ სადღაც რა ვიცი 2000-მდე ფოტო იყო თუ რაღაც აედიტებს ათითაოთ რომ ის განათება ამოწიო რაღაც ვაედიტებ ამ ფოტოების დაედიტებაში თითო ფოტოს რო აედიტებ ვერ ხვდები იქ რა ხდება, იმიტომ რომ უამრავი ვარსკვლავი ჭყვიალა რაღაცა და მე რო დავამონტაჟე
ცალკე დავდე თუ არ მახსოვს სწორად ვამბობ თუ არა, ანუ ცალკე ეს მომენტი დავდე Instagram-ზე თუ როგორ იყო არ მახსოვს მოკლედ, მაგრამ აზრი ის არის, რომ მონტაჟის დროს, როცა მეგობრებო მითხრა, რომ ეს რა გაქვს გადაღებული, შეხედეო და რომ მოუზუმეთ ეს აჩქარებული კადრი უკვე. ესეთი ნათება ადის იმაზე უშპაზე რა და აი კადრების მოძრაობაში შეიმჩნევა რაღაცა მოძრაობს. აჩქარებული ის რო ყურებ ვარსკვლავები ესე მოძრაობენ და რაღაცა ესე ადის ნათება იმაზე უშპაზე რა ესე ცოცვის და ვერ მივხვდი ალბათ მეთქი ავიცი ალპინისტები ალბათ რა უნდა იფიქრო ხა რაღაცა ნუ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ თურმე იმ ღამეს ვიღებდი ნიკოს აი ამ ასვლას რა და აი რავი ხა რა უნდა თქვა არ ვიცი ამაზე მაგრამ ანუ აი ძალიან ის იყო რა ძალიან ემოციური მომენტი იყო ხა ჩემთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის კიდევ წარმოედგინე საერთოდ რა იქნებოდა რომ ანუ ამ ყველაფერს ხა ეს არ არის რაღაც ახლო კადრები რაღაცა მაგრამ ჩანს აი რაღაცა ისეთი არა უფრო ზოგად ზემოდან რომ დახედო სურათს ეგ არის რომ ადამიანები ასე აღმოჩნდით რომელსაც მე ვიღებდი იქით რა ხდებოდა იმ უკანასკნელ რაღაც იმას რა მე მის დასაც მის დამაც მომწერა მის მამაც მათაც მივეცი ეს კადრები მათთვის ალბათ სამახსოვროდ მოკლედ ძალიან ისეთი დამთხევა აღმოჩნდა რა ტრაგიკული და საშინელი და საერთოდ ოღონდ იმ მომენტში მე ხო საერთოდ არ ვიცოდი იქ საერთოდ რა ხდებოდა რას ვიღებ უბრალოდ ვიღებდი რა ანუ გალაქტიკას ვიღებდი მაგრამ ეს ყველაფერი ისე დაემთხო რომ მაინც და მაინც ზუსტად აი ესე პირდაპირ შუაში იქით იყო მიშვერილი ეს კამერა შენს შვილზე მინდა კითხო რაჭაში გაქვთ კადრები გადაღებული ამბობ რომ ჩვენი შვილიშვილები ნახავენ ბაბუს მამას როგორები იყვნენ როგორი მამა ხარ მე ვფიქრობ რომ ბავშვისთვის ალბათ ძალიან საინტერესოა მამა რომ ესეთი საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს ვფიქრობ რომ ეგრეა როდის შემოგიერთდება უნდა რომ გამოყვეს როგორ არ უნდა გიჟივით არიან ხოლმე სამივე იმაშობა რა ქვია მოკლედ ვიდეოს ხო უყურებენ და ყველას უნდა რომ გამოყვნენ და ხო და რაღაცები აინტერესებს ეს იქ როგორ იყო რაღაცები და ანუ ფიქრობ რომ ანუ ცოტა მხიარული და ესეთი მამაა რა ეხა სახში ვარ ხოლმე რაღაცა შოკოლადები რომ არის მაგდაზე პარავ და მიურბივარ და მომზდევენ და ანუ აი რაღაც ესეთი ეხა აი ვილაპარაკო ჩემ თავზე როგორც მამაზე მაგრამ ფიქრობ რომ ანუ საინტერესო ვარ რა საინტერესო ხარ მისთვის მისაბაძი ხარ ეს მგონი ეხა რაღაც უყურებ და რეაქციები და რაღაცებით ხო რა შენ რო ყოფილ ხარ სადღაც დაიმ თუნდაც იმ ბაობაბს რო უყურებ იმ რაღაცას რო უყურებ გიფიქრია რომ ეხა ჩემ შვილები მინდა რომ აი ჩემი ოჯახი მინდა რომ აქ იყოს და გინდა რომ როდესაც ჩემ ანუ ჩემ მე ხო ჩემს ოცნებას ვიხდენ და წარმოიდგინე შენ ოცნებაში რომ შენი ოჯახის ყავს ანუ ავი ეხა ეგ არის ოცნების კიდე ზემოდან ოცნება არის ხო ეხა ძალიან მაგარი რაღაცაა ეგ მაგრამ ну საბოლოო ჯამში ისევ მივდივართ ფინანსებთან რა ეხა ოჯახით რო წახვიდე 6 ადამიანი 5 თუ რამდენი ვართ კაცო 5 ადამიანი რო წავიდეთ. სამი შვილი გყავს. ხო, 5 ადამიანი რო წავიდეთ ახლა ტანზანიაში და ასეთ მიმართულებებზე და ისეთ თანხებზე ავდივარ რომ ჯერჯერობით არ მყავს მაგდენი სპონსორი, იმიტომ რომ სულ რაღაც 7 ვიდეო მინდოს და ცოტა მეტი ვიდეო რომ მექნება მე შეება უკვე ხედავ საერთოდ სპონსორებს პოტენციალს. სპონსორებს ზუსტად რატომ ეს 5 ადამიანს რო გეგმა ვისჭორებით ჭორი არის რომ მეუღლეს დაშორდი? რა არის? როგორი აქცია? ანუ ჭორია რომ მეუღლეს დაშორდი და ეგ მართალია თუ არა? უკვე ჭორები ხო. შენ როგორი პოპულარული ყოფილ ხარ? ხო, ანუ არის როგორ რაღაცა იცი ხა ეგ არის. რებს გიგონებენ. რავი ანუ ვიგონარ ხა რა გავაკეთო მაგას ვამბობ რომ აი ანუ ცუდ დღეში ვართ რა. ხო, რატო აი რა რატო ესე იგი რაღაცა არ ვიცი რა გითხრა რა ვიცი აბა. აი გავიგეთ თქვათ რაღაცა შეიძლება კამერაზე, რაღაცა იყოს YouTube-ის ისა, მაგრამ პირად ცხოვრებაზე ჭორი რა უბედურებაა. არ ვიცი, რა რისი მომცემია. არ ვიცი, ვიბაზროთ, მოვიდნენ და მაგაზეს ყველაფერზე თანახმობა. როგორ პირისპირ აი ადამიანური ხო, შეიძლება ვილაპარაკოთ რა, ანუ სადაც მე სიტყვის უფლება მაქვს, შენ სიტყვის უფლება დებატები რისთვის არის ხა. შენ გამოდი ხა რაღაცა კომენტარებში რაღაცა აკომენტარო ხა სად გძდიო მე შენ რა არგუმენტი საიდან გავიგანო, გამოჩდი ჯერ დამენახე სახეზე რაღაცა ფეიქ პროფილები რაღაცა ისეთ თემა რა წარმოიდგინე ხა ამაზე რო ლაპარაკობ და აი როგორი მას გრძნობ იცი შინაგან მგონია რომ აი TikTok live-ში ვარ და ერთმანეთს და ვაგინოთ აი ეს მიჩნდება რა აი ეს არ ჩასვათ ანონში ხაც ესეთი ის მაქვს რა არ მინდა რომ ეგრე იცი რა არის ერთადერთი შემიძლია გითხრა განუგეშვემით რომ შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და უნდა იცოდე იგივე რაც ჩემ თავს ვეტყოდი შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და უნდა იცოდე რომ თუ გინდა საჯაროობა ნახვები და პოპულარობას და სიყვარულს და კომპლიმენტს აუცილებლად მოყვება კონკურენცია ცოტა დაცინვა ცოტა ქილიკი ცოტა უარყოფითი და ეს არის ნორმალური კი მაგრამ ნახე რა არის კარგია თუ ცუდია სხვა არის მაგრამ ნორმია ერთსაც ვიტყვი იმ შენს ოცნებებს, აი ზოგჯერ ყოფილა ხოლმე რომ ელდა სიტყვას გამოვიყენებ, რომ
უცებ ვიტყვი რომ ღმერთო რა მაგარი აქ რო ვარ ან რა მაგარია რომ ეს მე და მემართა ან მოულოდნელად ჩვენ რო დაუმსახურებელს ვეძახით რაღაცა გაგიმართლა იმ სპონსორი იშოვე ვინც ეს დააფინეს ხო ხდები და შენი ოცნების ახდენაში მოგეხმარა ზუსტად ესე მოულოდნელად არის საჭირო ბალანსი ცხოვრებაში რასაც არ ველოდები ცუდიც რომ მოხდეს ხანდახან რა ხო და ეს ნორმალურია შენ და ვიღაცები რაღაცა კი არ ვაკნინებ შენ საქმიანობას ანუ პოპულარობას მოყვება ესეც ზოგი პირიქით თulis რომ ეს ჰეითერები გადასარებია engagement-ისთვის და მე საერთოდ არ მიდაგეთ engagement-ი და მომწყალთ engagement-ის გულისთვის მომწერეთ რჩევები ხო მეც ეგრე ვფიქრობ რა შემჭირდება ხა რაღაცები და დადგმით აში მჭირდება ჩემთვის ვაკეთებ აგერ რა ვიცი 400,000 ადამიანი რო თქვა მიყურებს რომელსაც აინტერესებს და ანუ მე მათთვის ვაკეთებ რა საერთოდ არ მაინტერესებს ეხა ვიღაცა მოიწონება თუ არა ჩემი კონტენტია თუ არ მოწონს ვაძალებ ვისაც მოწონს ეგ არის ჩემი სამიზნეო და მათთვის ვაკეთებ ამას ანუ ეგენი არიან ჩემთვის იმედი მათთვის მინდა ვიღვაწო და ანუ ჩემი ნამუშევარი მინდა ჩემმა გამომწერმა ნახოს ხო ვინც მიყურებს და ვისაც უყურებ და ვისაც ვაფასებ არ ვარ ვაფასებდი წავიდე კალკულატორით გადავიღე არ ვაფასებ და ვცდილობ რომ ავასიამოვნო რა შესაძლოა ძალიან მარტივია რა ანუ გევასება ადამიანი ანუ უყურე არ გევასება თავი და შეეშ გადი რა კაი კაი, ბევრი ვილაპარაკე მაგაზე და ხო, იმედი მაქვს რომ მეორე წლის თავზე სხვა რაღაცები გაივლის ეგ ყველაფერი ადამიანური წყენებია და ეს ძალიან ბუნებრივია. უცებ დაგისვავ სამკითხვას და დავიშალოთ. ოკეი. 2 4. სწრაფად უნდა მიპასუხო. მთელი დანიშნულება. 3 3? 9. შემდეგი მოგზაურობა? ეროთ ყველი. არის ახის, კარგი, შემდეგი მოგზაურობა იქნება მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება რა. ოკეი. დიდი მადლობა. საჩუქარი უნდა გადმოგცე. ქართული ბრენდი ნიკოლოსგან, რომელსაც ქალისა და მამაკაცის ძალიან საინტერესო ნატურალური ტყავისგან შექმნილი აქსესუარები აქვს. ეს არის შენი. შეგიძლია ნებისმიერ დროს ეწვიო ფილიალს მოლებში და აყოლთ საინტერესო აქციები და მრავალფეროვნება აქვს და ასევე ჩემი სპონსორის ორი ნაბიჯისგან საჩუქარი საღამოს ბაობაბს რომ უყურებ შეგიძლია ან შენივე მონტაჟის დროს შეგიძლია ხოლმე ნამდვილად უსაფრთხო მოსატროპი იქნება ეგ და ეგ ღვინო დარწმუნებული ვარ. შენი ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ მოხვედი და ჩემს მაყურებელსაც გაუზიარე შენი თავგადასავლის შესახებ. მე ერთ-ერთს ვიტყვი რომ ამის უკან დგას წარმოუდგენლად დიდი შრომა და ერთმა კაცმა გადაიღოს ესეთი კინო ძალიან რთულია ხახნო დარწმუნებული ვარ არ ვიცი 100-ში ერთიც ვერ გაძლებს აქ უბრალოდ რომ გამოყვეს ძალიან რთულია და ყოჩა ჩემი კომპლიმენტები შენ და მადლობა რომ ესეთ ხარისხიან კონტენტს გვთავაზობ და იცი რომ მე შენი ახალი გამომწერი ვარ და ყოველთვის ვუყურებ შენს კონტენტს და მადლობა რომ გამოგზაურებ ამ საინტერესო ბარებში. მიხარია მართლა მიხარია ძალიან ესეთი საუბარი იყო სასიამოვნო დადებითი იმით ვარ აურით აღჭურვილ დატვირთულთ როგორ თქვა და ხო რავი რა მე ჩემი მიზანი ეგ არის რომ აჩება კიდე უფრო განვითარდე ეხლა თან ვაკეთებ ამ ყველაფერს ცდილობ მაყურებლისგანაც რაღაც მივიღო რა გავიზარდო თუ რაღაცა და ანუ მაგამ ბავშვი ვარ რა და კიდე ძალიან ბევრი კაი საინტერესო სინემატიკური ვიდეო იქნება და რა ვიცდები რომ სუ ფილმები გასიამოვნოთ ხოლმე რა. კი, ნამდვილად. გამოიწერეთ გიორგის არხი და ჩემი პოდკასტიც გამოიწერეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად მაგაზია დამოკიდებული პოდკასტიც, ჩვენი წარმატებები, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვეცდებით, რომ რაც შეიძლება ხარისხიანი კონტენტი შემოგთავაზოთ. დასასრულს მადლობას გადაუხდი სპონსორებს, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას, რომ ჩვენი მიზნები და სათქმელი ესე ხმამაღლა და კარგი ხარისხით გავეჟღეროთ. მადლობა ორნაბიჯ სპონსორობისთვის, ორნაბიჯთან ერთად დაზოგვა ჭკვიანურია და მადლობა ჩემი დღევანდელი ეპიზოდი წარმდგენ ეკობრენდს ჩვენს სტუდიაში ხედავთ მის პროდუქციას და გეტყვით რომ კომპანია ეკობრენდი რომელიც 1997 წლიდან საქართველოში გვთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა სერტიფიცირებულ ბიო და ნატურალურ პროდუქტს ველე და ყველამ ვიცით ბუნებრივი ინგრედიენტებზე დამზადებული და მსოფლიოში აღიარებული ბუნებრივი კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებები აქვს წარმოდგენილი მრავალფეროვნება აქაც ხედავთ რა საინტერესოა და ასევე უნდა ვთქვა რომ ეკობრენდის ქვეშ დღეს რამდენიმე ცნობილი ბრენდი ერთიანდება მათ შორის არის ციტოპლენის ვიტამინები სონეტის ეკოლოგიურად სუფთა სარეცხის საშუალებები და ასევე E+M-ის თავის მოვლის საშუალებები და ბზისგან დამცავები
და კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს, თუ ეს ყველაფერი მოგწონთ და თვალი მოგჭრათ ამ არჩევანმა, შეგიძლიათ ახალ მაღაზიაში ფალიაშვილის 85 ნომერს ეწვიოთ და უკვე ერთ სივრცეში შეარჩიოთ ორგანული და ეკობრენდების სხვადასხვა საინტერესო პროდუქცია. მადლობა, დღეისათვის სულ ეს იყო. შემდეგ გადაცემაში პირობას გაძლევთ ჩემს ადგილს და უბრუნდები. ნახვამდის.